გამარჯობა მეგობრებო, ესე იგი დასაკრავ სიაში ვართ, ესე იგი მართლმადიდებლური ქრისტიანობის დასაკრავ სიაში. ეხლა უნდა ვისაუბროთ ერთ კითხვაზე, გავცეთ პასუხი. ქრისტიანობის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ასეთი შეკითხვა დაისვა, აინტერესებს ადამიანს. ბიბლიიდან ვიცით, რომ 64-ში ნეტარებაა, მაგრამ როგორ შეიძლება ნეტარებაში იყო, როდესაც იცი შენი საყვარელი ადამიანი ჯოჯოხეთში იტანჯება, ცოლი, და-ძმა, დედა, მამა, რავი, ნებისმიერი უბრალოდ შეუძლებელია და ყველა ქრისტიანი, ვისაც ვკითხებ, პასუხს ვერ მცემს. შესაბამისად, მაინტერესებს შენი პასუხი იქნება როგორმე განვიმარტო. ეხლა პირველ რიგში ამაზე გავცემ შედარებით ჯერ მოკლე პასუხს და მე დიდი ვიდეო იქნება. და მე გადავართ ვრცლად, ორ დიდ თავს წავიკითხავთ, ერთ ქადაგებას და ერთ დოგმატური ღვთისმეტყველებიდან, ვისაც უნდა ბოლომდე მოусმინოს. მოკლედ ჯერ დასაწყისისთვის, ანუ ადამიანი რო არ დაიღალოს, პირდაპირ დავიწყოთ პასუხის გაცემა და მე გავშალოთ თემა. ესე გავაკეთოთ. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენთან ნახეთ რა პრობლემა დგას. აი ეგ წერია, რომ ქრისტიანებს, ანუ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, აქ მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზეა საუბარი. ანუ ადამიანებს ეკითხებიან და შეიძლება მორწმუნეებშიც არ იყოს ამ კითხვებზე პასუხი. და ზოგადად ეს არის პრობლემა. აი რატომ არის ეს ზოგადად პრობლემა რა? იმიტომ რომ ჩვენში, ანუ საქართველოში დღეისათვის პოპულარული არ არის თეოლოგიური განათლება და ხალხს არ აქვს თეოლოგიური განათლება. ეს ბევრი რამით არის განპირობებული, განსაკუთრებით მედია საშუალებებმა იმუშავეს სერიოზულ დონეზე, მილიონობით დაფინანსებები მიიღეს წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ზოგადად სამღვდელოებისკენ და ეკლესიისკენ ხალხს არ გაეხედა და ახლა კატეხიზმოს საყიდლად საეკლესიო მაღაზიებში მორწმუნეები არ დადიან ზოგი და ურწმუნო ვინ ივლიდა, ხო? ამიტომ ახლა საკითხი დგას, ამიტომ მაგაზე, ანუ ეგ ისეთი პასუხია, რომ ეგ ისეთი შეკითხვა არის, რომ მართლმადიდებლობის არს უნდა ცნობდე, კომპლექსურად უნდა იცოდე. იმიტომ რომ ჩახლართული შეკითხვაა. თითქოს მარტივია, მაგრამ ჩახლართული შეკითხვაა და თუ შენს რელიგიას არ იცნობ, ვერ გასცემს პასუხს ადამიანი. და ესე იგი, როდესაც ადამიანი ინათლება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ადამიანი ინათლება, იქ კონტრაქტს დებს კონკრეტულად, აი უხეშად რო ვთქვათ, ეს არის კონტრაქტი ღმერთთან რა, ანუ შენ პირობას აძლევ ღმერთს. აი, როდესაც თოთო ბავშვი ხელში უჭირავთ და იქ ნათლია ლაპარაკობს, თოთო ბავშვის ან ზოგი დიდი ინათლება, ზოგი პატარა, მაგრამ ძირითადად ჩვილი ბავშვი როცა ინათლება, მის მაგივრად საუბრობს ნათლია. ეხლა ვიღაცები რომ ამბობენ იქ უფლებების დარღვევა და რაღაცა, არ არის უფლებების დარღვევა, მაგაზე ვისაუბრებთ მომავალშიც, მაგაზეც არის ასევე ქადაგებები, მამა თეოდორომაც იქადაგა სხვათა შორის. ან ნათლობის დროს ადამიანი, ნათლობის დროს ნათლია, ამბობს რომ მღვდელი ეკითხება განეშორები ქრისტესა, ნათლია პასუხობს, ან თუ დასრულია შედარებით დიდია ბავშვი, ბავშვი პასუხობს რა, ან ახალგაზრდა. განვეშორები ბოდიში, განეშორები ბოროტსა თუ ეშმაკსა, განეშორები ეშმაკსა, ძაღლების ყეფამ დამაბნია, ფანჯრები თუ არ დავხურე, ესე იგი ამ ძაღლების ყეფაში ვერ ვაზროვნებ რა, პირიქით ვლაპარაკობ მე. სუ ძაღლების ყეფა მთელ ქალაქში აღარ შემიძლია. ხო და ესე იგი განეშორები ეშმაკსა, ეკითხება მღვდელი, განვეშორები ეშმაკსა, ანუ პირობა სამჯერ აძლევს პირობას, ანუ ქრისტეს წინაშე დებს პირობას ადამიანი ნათლობის დროს, რომ განეშორება ეშმაკს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხა ცოდვით აღარ დაეცემა, მაგრამ ანუ საერთო ჯამში ეს ნიშნავს იმას, რომ საერთო ჯამში ის ბოროტ ძალას ზურგს აქცევს და განღმრთობის გზას დაადგება. აი ამის პირობას დებს ადამიანი ნათლობის დროს. და როდესაც ადამიანს ქრისტიანი ეწოდება და ნათლობის დროს ასეთი პირობა აქვს დადებული და ელემენტარული კატეხიზმი არ იცის, ყველაფერი მეც არ ვიცი, მაგრამ აი სულ ვცდილობ რაღაცა ცოტა წავიკითხო და ვისწავლო, ხო? ანუ ნახეთ როგორი მომენტია, ანუ ელემენტარული კატეხიზმი და ელემენტარული დოგმატური ღვთისმეტყველება თუ არ იცი, ანუ როგორ უნდა ანუ საღვთო თვისებების შესახებ თუ არ იცის ადამიანმა, შენ ვისცემ თაყვანს, ანუ როგორ უნდა შეიმეცნო ღმერთი. ანუ აქ არის საეკლესიო ცხოვრება, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში უნდა გავყოთ ორ ნაწილად, რომ განათლება გაქვს მისაღები, ერთია, რომ ამ თეოლოგიური განათლება, ეს კატეხიზმი და დოგმატური ღვთისმეტყველება და კიდე სხვა მიმართულებები, რაც არის
თეოლოგიაში უნდა შეისწავლო, ვალდებული ხარ და ეს არის ერთი და მეორე არის რომ შენ უნდა გაიარო საეკლესიო მსახურებებში მონაწილეობით წლების განმავლობაში გლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება და ასე შემდეგ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღებით შენ სულიერ ტრანსფორმაციას როდესაც გადიხარ იქ კიდე სხვა სულიერი გამოცდილება გემატება ლოცვის დროს იქ მერე წმინდა მამათა განმარტებები, ფსალმუნების განმარტებები, უამრავ რამეს რო კითხულობ, პლუს საეკლესიო ამსახურებაში მონაწილეობით შენ გეხსნება გონება, მადლი გიხსნის გონებას და ამ ყველაფერს იგებ. საჭირო არის ამის კითხვაც და ასე ხა უამრავი წიგნი შემიძლია გადმოვალაგო, მაგრამ ეხა ჯერ აქ შევჩერდებით. საჭირო არის ამის კითხვაც და ასევე საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის მიღება. თუ დაიწყებს ადამიანი რომ ღმერთის ჯერა მღვდლისა და ეგ რაღაცები ჩვენ მაგაზე ვკითხულობთ ეხლა წინა თავში წავიკითხე მაგაზე რა. ხო, ეს არის ადამიანი რომელიც ამბობს რომ ღმერთის მჯერა და მღვდლის ამჯერა ეს არის სულიწმიდის გმობა, პირდაპირ წარწყდება. ხო, ეს ერთი. ხო, ხა შეკითხვას დაუბრუნდეთ. რატომ არის მნიშვნელოვანი დოგმატური ღვთისმეტყველების ცოდნა? ნახე, ხო ჯერ რო არ აქვს თემას ეხლა ესე იგი ბიბლიიდან ვიცით რომ სამოთხეში ნეტარება არისო. ნახეთ, ჩვენ წარმოგვიდგენია, ნახეთ, ჩვენ ცდარი წარმოდგენები გვაქვს. ნახეთ რა არის, როდესაც ადამიანს განათლება არ აქვს თეოლოგიაში. საერთოდ არ იცის რა არის სამოთხე. სამოთხე ადამიანებს ჩვენ გვგონია, აი გარკვეულ სექტებს და მწვალებლობებს რო აქვს დაბეჭდილი ისინი რაღაც ბროშურები, რაღაცა გოლფის მოედნებივით ხასხასა ბალახი, ბაღები, სადაც უფასოდ იკრიფება ხილი, სადაც გელი და კრავი ერთად ძოვს ბალახს და ესეთი სისულელეები. ადამიანებს გონიათ აი ესე ვთქვათ მატერიალური კეთილდღეობა გონიათ ადამიანებს სამოთხე. და როგორც წმინდა მამები ამბობენ ხოლმე რომ ადამიანებს უნდათ სამოთხეში შესვლა, ოღონდ ადამიანებს უნდათ სამოთხე ქრისტეს გარეშე. ხვდებით? და სამოთხე როგორც ესეთი ცალკე აღებული არ არსებობს. ძველი და ახალი აღთქმიდან გამომდინარე მთლიანად აი საერთოდ ყველაფერი ერთად რო შეაჯამო, არსებობს ღმერთი, აი ამ სამყაროში არსებობს ღმერთი და არსებობს შენ. ყველაფერს სხვას დანარჩენს უნდა გაანებო თავი. იქ როდესაც ახლა მამა ხარ, მშობელი ხარ, ნათლია ხარ და პასუხისგებლობები გაქვს ღმერთის წინაშე, ეგ ცოტა სხვა რამეა კიდე, მაგრამ კონკრეტულად შენ გაბარია ადამიანს შენი სულის გადარჩენა. შენ გაბარია შენი სულის გადარჩენა. არც შენი შვილებს, აი შენ შვილებთან დაკავშირებით მოგიკითხება აღზრდასთან დაკავშირებით, ქმარი რო ხარ ცოლთან დაკავშირებითაც რაღაცა იქ მაგალითს როგორ მისცემ და ასე შემდგომ. ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი, ნაწილობრივ რაღაცები მოიკითხება, ნათლიას მოიკითხება რომ რამდენად იზრუნა ეკლესიაში რო ეტარებინა ნათლული და ასე შემდგომ, მაგრამ ეგ სხვა თემებია, მაგრამ აი კონკრეტულად ერთ ადამიანს შენ მოგეკითხება შენი სულის ცხონება, და სამოთხე კი არა, ნეტარება რა არის? ყოვლად ნეტარი არის ღმერთი, ყოვლად კმარი არის ღმერთი. ეს დოგმატური ღვთისმეტყველების ეს საკითხები ჩვენ თუ არ ვიცით, შენ არ იცი ადამიანმა შენი, საღვთო თვისებები, შენ ღმერთს როდესაც სცემ თაყვანს, შენ არ იცი ღმერთს რომელსაც თაყვანს სცემ რას ტიპის საღვთო თვისებები გააჩნია. ის რაც გამოვლინდა, რაც ვიცით. საეკლესიო გარდამოცემით ძველი და ახალი აღთქმა და განმარტებები და ყველაფერი რა, რაც აი ლიტერატურა რაც არსებობს, ხო? და უმეტეს შემთხვევაში ისე რომ ადამიანები სცემენ თაყვანს, ამას თეოლოგები საუბრობენ ზუსტად, რომ ადამიანები სცემენ თაყვანს ვითომ ღმერთს, ამ დროს სინამდვილეში ადამიანები სცემენ თაყვანს კერპებს თავიანთ გულებში, ეს მრევლზე არის საუბარი. აი ეკლესიაში მოსიარულე მრევლზე რომ არის ესეთი შემთხვევები, ეს ღმერთმა იცის ვისთან როგორ არის ეს შემთხვევა, ღმერთმა იცის ვის გულში რა ხდება. რომ ადამიანები კერპებს სცემენ თაყვანს და უბრალოდ ამ კერპს თავზე დააწერეს ქრისტე. ხვდები? ამიტომ არის რომ აი როდესაც იქ სახარებაში ქრისტე როცა ამბობს რა რომ მე მეტყვიანო რომ აი იესო და მე ვეტყვი საშინელ სამსჯავროზე მე ვეტყვი რომ არ გიცნობთ თქვენ. ქრისტეს სახელით ქადაგებენ, მაგრამ ღმერთი არ იცნობს მათ, რას ნიშნავს არ იცნობს რატო, ვიბრაციები, ტალღები, ესე ვთქვათ, სულიერი განღმრთობის დონეები
ანუ არ შეესაბამება იმას, რაც დატოვა ქცევის მოდელი ქრისტემ. ანუ ქრისტემ დატოვა იდეალური ადამიანის ქცევის მოდელი. ანუ ადამიანის საკაცობრიო ესე ვთქვათ, ერთობას აჩვენა, როგორ უნდა იყოს ადამიანი. ანუ სრულყოფილი ადამიანის ვერსია აჩვენა, ვერსიის მაგალითი მისცა ღმერთმა კაცობრიობას. და ამიტომ რადგან აი აქ თუნდაც ერთ თვისებასაც კი თუ ამოაგდებ შენ საღვთო თვისებიდან ერთ თვისებასაც მაინც თუ კი შეცვლი, ეს უკვე ნიშნავს, ნახე, სრულ კმარი და ყოვლად ნეტარი. თუ შენ იტყვი რომ ყოვლად ნეტარი არ არის, ან ყოვლად ან სრულად კმა არ არის, თქვა ღმერთი, ერთი ღმერთი, შენ უკვე სხვა ღმერთს ცემ თაყვანს და სხვა ღმერთი უკვე არის კერპი. გესმით? ამაზეა საუბარი. და ნახეთ რა არის ნეტარება. ჩვენ გონია ნეტარება არის რა кайფი რაღაცა, ამ კომფორტი. ანუ ნეტარებას ჩვენ რასაც უძახით, ხო, და 60-ს და ჯოჯოხეთს, 60-ს და ჯოჯოხეთიც იწყება აი ამ ჩვენი მატერიალური ცხოვრება რაც არის, აი აქედან იწყება ყველაფერი რა. და ნეტარება პირდაპირ არის, ნეტარება ნიშნავს ქრისტესთან, პირადად ქრისტესთან პიროვნულ ურთიერთობას. ანუ შენ თუ იცნობ ქრისტეს, შენ თუ მას ღმერთად აღიარებ, პიროვნულ ურთიერთობაში ხარ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღებით და ეს განღმრთობის პროცესი ზიარების გარეშე ეს გამორიცხულია. ზიარება, ეს უკვე ყველაზე მაღლა დგას, ყველაფერზე მაღლა დგას ზიარება. და შემდგომ იწყება ნეტარება. ნეტარებას წინ უძღვის გოლგოთა. ქრისტემ თქვა, მე თუ მდევნეს, თქვენს გდევნიან აუცილებლად. ანუ შენ ნეტარებისთვის კი არ უნდა გაიარო გოლგოთა. იმიტომ უნდა გაიარო გოლგოთა, რომ ქრისტემ გაიარა. რათა აღესრულებინა ძველი ჯული და ადამი, პირველი ადამი, მეორე ადამს როგორც ქრისტეს, პირველი ადამი აიყვანა ძველებურ და კიდევ უფრო მეტ პატივში. ანუ ადამიანური ბუნება გამოეხსნა. და ესე იგი, შენ თუ ადამიანურ ბუნების გამოხსნაში ქრისტესთან ერთად არიღებ მონაწილეობას, ანუ შენ თუ ქრისტეს გზას არ გადიხარ, რა ნეტარებაზე, რა 60-ზე და რა მწვანე მინდვრებზე არის საუბარი. და ანუ ღმერთი არ არის დამსჯელი, რომელიც სიტყვაზე სჯის, რომ შენ ჯოჯოხეთში წადი და არა. თვითონ ამას იმაში თვითონ შესაქმის განმარტებებში მე გაჩვენებთ ვიდეოებს, რომელიც უნდა ნახოთ, განმარტებებზე ლექციები რაც არის. ამას არჩევანს ღმერთი უტოვებს ადამიანს თვითონ უტოვებს ადამიანს და ადამიანი თვითონ ირჩევს ზოგადად ღმერთის გზას ადგება თუ არ ადგება. უბრალოდ ამის შემდგომ შემოდის 60-ის ცნება, ესე ვთქვათ, ტერმინოლოგიურად და ჯოჯოხეთის ცნება. ანუ ადამიანი, რომელიც საღვთო მადლზე, რომელიც ყველაზე ერთნაირად მოეფინება, ადამიანი, რომელიც საღვთო მადლზე ამბობს, პრინციპულად უარს, თვითონ ამბობს უარს. იმიტომ რომ ნაქადაგარია ქრისტიანობა, ყველაფერი მომხდარია, ჩვენ ყველაზე კარგ დროში ვცხოვრობთ მაგ გაგებით, უამრავი ლიტერატურა არსებობს და ყველაფერი არსებობს, გინა მონასტერში წადი, გინა უბრალოდ ეკლესიაშია, რაც გინა, ყველაფრის თავისუფლება გაქვს რა, ყველა მხრივ, კარგი გაგებითაც და ცუდი გაგებითაც, ხო? ქრისტიანობის დევნის იმ წარსულ დროში რო იყო ისეთი ტიპის დროში არ ვცხოვრობთ, ხეს არავინ არ გიშლის, საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინ რომ ვთქვა ეკლესიაში სიარულს რო უშლიდნენ, ეგეც აღარ არის, ხო? ჯერჯერობით, მე კი იქნება ბოლო ჟამის ბოლო მომენტებში, მაგრამ ხო ხვდებით, ანუ შენ ადამიანის, ესე იგი, ადამიანის ნებაზია დამოკიდებული ივლის თუ არა, საღვთო ცნებებს დაიცავს თუ არა. საღვთო ცნებებს თუ დაიცავ, ეს შენ გჭირდება, ღმერთს კი არ ჭირდება. თუ დაიცავში განხრთობის გზას ადგახარ და შემდგომ, როდესაც ესე ვთქვათ, მეორედ მოსვლა მოხდება, საშინო სამჯავრო მოხდება, უკვე მერე გადადის ნეტარებაში გადადის ადამიანი. შემდგომ გადადის ნეტარებაში და იქ უკვე შეკითხვა რაც იყო, რომ იფიქრებს თუ არა დაზე, ძმაზე და ასე შემდგომ, როდესაც ნახე, აი აქ ჩვენ ამ დროს, აი როდესაც ეს არის ისეთი ტიპის შეკითხვა არის, რომ აი ამ დროს ჩვენ ადამიანი ამ დროს, როდესაც ესეთი კითხვა ებადება, გამოდის რომ თითქოს ღმერთზე მოწყალე ხდება რა. აი ეგეთი გამოთქმა რო არის, რომ
ნუ შეეცდებიო რომ რომის პაპზე მეტი კათოლიკე იყო რა რომის პაპზე მეტი კათოლიკე მაინც ვერ გახდებიო აი ეგეთი გამოთქმა რო არსებობს აი დაახლოებით ეგეთი მომენტია რომ ადამიანს უნდა თქვას რომ ესე იგი მისი დადა ძმა მას თვითონ უფრო ადარდებს თუ ჯოჯოხეთში ანუ მისივე ნებით წავა ეს მისი ნებით მიდის ანუ ადამიანი თავისი ნებით ამბობს საფრთხო მადლზე და მაგაზე ხა ათასობით საათი არ გვეყოფა რომ ვისაუბროთ ანუ ადამიანი რო შენი და არის თუ ძმა არის თუ ვინც არ უნდა იყოს ოჯახის წევრი თუ ძმაკაც თუ დაქალი ის საფრთხო მადლზე და განხრთობის გზაზე თვითონ თავისი პიროვნული არჩევნით ამბობს უარს და ამას ამ არჩევანში ღმერთი არ ერევა და ეს ჩაურევლობა იწყება თვითონ ედემის ბაღიდან იქ კეთილისა და ბოროტის ხე, შეცნობის ხე და მოგეთ სიცოცხლის ხე და რაც არის, ხო ხვდებით. იქ მარხვა რო უნდა დაეცვათ, რაღაც ნაყოფი არ უნდა მიიღოთ და ასე შემდეგ. მაგაზე გაჩვენებთ რომელი ლექციას უნდა მოусმინოთ და მოусმინეთ. ანუ ადამიანი იქმნება თუ არა იმ მომენტიდან საასპარეზო არეალს ღმერთი ადამიანს უტოვებს, რომ თავისუფალი ნების გამოვლინება, თავისუფალი ნების რეალიზების საშუალება ჰქონდეს და არ იყოს რობოკოპი და რობოტი დაპროგრამებული. იქიდან მოყოლებული და ეხა მით უმეტეს. და შენ, როდესაც ამ კითხვას ადამიანი სვავს, აქ ზოგადად სვავს, ბევრი სვავს ასეთ კითხვას. შენ ესე იგი ადამიანი აყენებ ღმერთზე მაღლა თავს, ანუ ღმერთზე მოწყალე გინდა რომ გამოხვიდე? ანუ ის არის ღმერთი, ნახე, არსებობს ღმერთი და არსებობს პიროვნება. ეს არის ორი მათი საქმე. ანუ ადამიანი წავა, ის ვინც არ უნდა იყოს შენი, გინდა შენ და გინდა სხვა. ადამიანი ან მიდის ღმერთის გზაზე ან არ მიდის სიტყვაზე, ხო? ანუ ცხოვრებაში აქ რაღაცებს წავიკითხავთ ახლა. ან აირჩევს ან არა. აი ეს არის უკვე როგორი ნათქვამი რო არისო რაღაც გამოთქმა რო არის. ღმერთი არისო გამსჯერ, ანუ ღმერთი განჯი ყველას განჯის ღმერთიო რა, რაღაც ეგეთი რუსული გამოთქმა არის. დამავიწყდა. ხო, ანუ ღმერთი განსჯის მას. ანუ პიროვნულად ურთიერთობაში ღმერთთან შევიდა თუ არა, ის შენი ოჯახის წევრი. და თუ არ შევიდა და პიროვნულად თვითონ თქვა უარი, ანუ შენ ხარ მესამე პირი, რომელიც სადღაც სამოთხეში ესე თქვა, გინდა რომ შეტენო ეს შენი ოჯახის წევრი და ეს არანაირი სამოთხე არ არსებობს. ანუ ნეტარება კი არა, ანუ ყოველი სიკეთე და სიყვარული გამოვლინდება ღმერთისგან. და ვინც ღმერთთან იქნება, ის ისარგებლებს, ესე თქვა კი არა და ის იქნება სიყვარულში, ნეტარებაში და ასე შემდგომ. ვინც უარს იტყვის პიროვნულად ქრისტეზე და ღმერთზე, აი ზოგადად სამივე ჰიპოსტასზე და მოგეთ ამ დოგმატურ სწავლებებს უარყოფს, ის თვითონ ამბობს უარს და თვითონ გადის გვერდზე. და იქ ხდება ადამიანის ტანჯვა, ანუ ადამიანი იტანჯება ღმერთის სიყვარულის მიუღებლობით. აი წმინდა მამის აქვს ეგეთი შედარება, რომ მზე როდესაც გამოდისო და ანათებსო, ის მინდორსაც ანათებს, ყველას თანაბრად ანათებს რა. მინდორსაც, ყვავილებს, ხეებს და ყველაფერს ანათებს, ხო? ქვასსა და კლდესაც ანათებს, მაგრამ კლდეში, აი ქვაში შიგნით ვერ აღწევს სინათლე და იქ არანაირი ნაყოფი არ გამოდის. მაგრამ აი მინდორში ბალახი ამოდის და ასე შემდგომ, ანუ ხვდები, ქვაში, აი ქვასავით ხდება ამ დროს ადამიანი და როდესაც უკვე გარდაიცვლება, ანუ ის ხდება უკვე ქვასავით და მასში საფრთხო სიყვარული ვეღარ აღწევს. ეს პროცესი იწყება აი აქ ამ ქვეყნად. და აი ხა ამაზე წავიკითხოთ. ამიტომ ადამიანს ანუ როდესაც შენ სიტყვაზე ქრისტეს მიახლები, აი როდესაც შენ ქრისტეს მიახლები, ხო? და ანუ ქრისტესთან, ანუ საფრთხო გზას ადგახარ, შენ გაბარია შენი თავი და შენ უკვე აი მოკლედ რო გიპასუხო, გადადიხარ ისეთ მდგომარეობაში, რომ აი ასეთ კითხვას აღარ სვავ. ანუ როგორ აგიხსნა, აი ამას თვითონ მიხვდები მე როდესაც რო გავა. ესეთი კითხვა არ დაისმევა, იმიტომ რომ თუ კი ვინმე, ახლა სიტყვაზე ჩვენც ყველას გვაქვს, მე მესმის რომ ოჯახის წევრებია, ნათესავებია, გარდაგვეცვლება და ასე შემდგომ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა რომ ისინი კარგად იყვნენ, ჩვენც კარგად ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ვერ ჩავერევით ღმერთსა და ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობაში. აი დღეს ჩემი მოძღვარი ქადაგებდა მაგაზე ზუსტად რომ ამ სამყაროში ყველაფერი ცვალებადია. აი ქრისტესაც კი, აი მოციქულთა თავი რო გახდა შემდგომ პეტრე მოციქული, ხო? ქრისტესაც კი პეტრე მოციქულმა უღალატა სამჯერ უარყო. ანუ
პეტრე მოციქულმა რო უარყო, წარმოიდგინე, ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ ადამიანის ბუნება არის ცვალებადი, ანუ ამ ქვეყანაზე ადამიანს ვაფშე აი საერთოდ ყველა უღალატებს. უნდა იცოდე, რომ ყოველთვის ყველა გიღალატებს. ერთადერთი, ვინც არასოდეს არ ტოვებს ადამიანს და აი ქადაგებაში რაც თქვა მოძღვარმა, არასოდეს არ ტოვებს ადამიანს, ერთადერთი ვინც არის, ვინც არასოდეს ადამიანს არ ტოვებს და არასოდეს ასე ვთქვათ, ხელს არ კრავს და თუ მისკენ მიდის ადამიანი, ანუ ღმერთისკენ თუ კი მიდის და მოწყალებას ითხოვს, იქ შენდობას ითხოვს და ასე შემდგომ, ესეთი ერთადერთი არის ღმერთი, რომელიც არასოდეს არ გიღალატებს, გესმის? ხო და ადამიანი, რომელიც ადამიანმა შენმა იქ ოჯახის წევრმა, რომელიც ეს გზა არ გაიარა, ანუ ღმერთისკენ არ გაიწოდა ხელი, ანუ ქრისტე რო ამბობს, რომ მე ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ, შენ კარი უნდა გააღო და შენმა ოჯახის წევრმა, რომელსაც კარი არ გააღო, ეს შენ უკვე აღარ გეხება. ჩვენ ეს ჩვენი განცდები, ახლა ჩვენ შევეხებით, აი 1-2 სიტყვით დოგმატურ ღვთისმეტყველებაში საღვთო თვისებებს შევეხებით და შენ როდესაც განღრმავების პროცესს გადიხარ, შენ ხდები როგორც ღმერთი, ვითარცა ღმერთნი. აი ხო ხდები, ღმერთი, ჩვენ მცირე ღმერთები ვართ და უნდა გავხდეთ როგორც ღმერთი, განღრმავების გაგებით. და შენ როდესაც იმ მდგომარეობაში გადაინაცვლებ, შენ უკვე იმ ქვეყნად მაგაზე აღარც კი იფიქრებ. და ამიტომ ჩვენ ახლა წავიკითხავთ ესეთ საკითხს რა. ეს იყო მოკლე პასუხი, ხა ვრცლად გავაგრძელოთ. პირველ რიგში მსგავსი შეკითხვები რომ არ გაუჩნდეს ადამიანს, აუცილებელია პირველ რიგში ვისაც აინტერესებს თეოლოგიური განათლება მიიღოს, ანუ ეკლესიაში იაროს და ელემენტარული რამე იცოდეს, მიდით საეკლესიო მაღაზიაში, ლესელიძეზე არის 1-2 საეკლესიო მაღაზია, იკითხეთ მოკლედ, სიონთანაც არის, ეკლესიებში თვითონ იყიდება ლიტერატურა, სამების ტაძარშიც იყიდება, მოკლედ საეკლესიო ლიტერატურა სანამ შეიძინოთ, ნახავთ, არ გაგიჭირდებათ. ტაძრებთან ახლოს არის, სამრევლო სკოლებთან და ასე შემდგომ. უნდა იყიდოთ პირველ რიგში კატეხიზმო, ჩაიწერეთ კატეხიზმო, ანუ მართლმადიდებლური კატეხიზმო. იქ შეიძლება მცირე კატეხიზმო ეწეროს, დიდი კატეხიზმო, სხვადასხვა გამოცემებია რა, სხვადასხვა წლების. მოკლედ კატეხიზმო არის აუცილებელი, წამსის განმარტებები, წამსი, ესე ვთქვათ, ჩვენი მართლმადიდებლობის სიმბოლო. და ანუ ყველა კითხვაზე პასუხი გექნებათ იქ, როდესაც ამ ლიტერატურას გაეცნობით და მაგის შემდგომ დოგმატური ღვთისმეტყველება ერთად რა, დაიწყოთ დოგმატური ღვთისმეტყველება. ეხლა უბრალოდ შეგახედებთ, ეს არის ახლა პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკის ნაშრომი. აი 2006 წელს არის გამოცემული. იმის რედაქტორ რეცენზენტი იღუმენ დოსითეოზი, სასულიერო აკადემიის დეკანი. აი ზუსტად 2006 წელს ზუსტად მაგ დროს მამა დოსითეოზი ჩემი მოძღვარი იყო, ეხლა მეუფე დოსითეოზია. ხო და მეუფე გრიგორის რეკომენდაციით არის გამოცემული, ესე ვთქვათ, რეცენზირებული და ასე შემდგომ, აი დააპაუზეთ და წიგნის ავტორი ვინ იყო. ეხლა ამ წიგნს, ანუ კონკრეტულად ამ გამოცემას ალბათ ვეღარ იშოვით, არ შეიძლება იყოს კიდევაც. მაგრამ დოგმატური ღვთისმეტყველებას იპოვეთ. აი ეხლა დააპაუზეთ და წიგნის ავტორი შეგიძლიათ წიგნის ავტორის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ. აი გაეცანით. ხო. და აი ნახეთ რას ადასტურებს წმინდა წევის საღვთო თვისებათა შესახებ. მე გარდაცვლილთა ლოცვაზე წავიკითხავ. აი მოდი ხა ერთ აბზაცს წაგიკითხავთ. ღმერთში ზოგიერთი არსებითი თვისების აღიარებას, ხო და მე წავიკითხავთ, ესე იგი ქადაგებას ერთი წამით პირდაპირ კავშირშია მაგასთან რა, აი მკითხვასთან, ეხლა რასაც ვსაუბრობთ. იგავი ლაზარესა და მდიდარზე რა. აი ღმერთში ზოგიერთი არსებითი თვისების აღიარებას თვით ჩვენი გონება ითხოვს. იგი შთაგვაგონებს, რომ ღმერთს გააჩნია გონისმიერ პიროვნული და თავისუფალ პიროვნული მყოფობა, თუ კი არასრულყოფილ სამყაროში ვხედავთ პიროვნულ თავისუფალ გონიერ არსებებს, როგორ შეიძლება არ ვცნოთ თავისუფალ გონისმიერი პიროვნული მყოფობა თავად ღმერთში, რომელიც სიცოცხლის დასაბამი მიზეზი და შემოქმედია. შესაქმნის კანონი ადასტურებს, რომ ნებისმიერი მიზეზი შეიცავს არამც თუ ნაკლებს, არამედ უფრო მეც, ვიდრე ამ მიზეზით შექმნილი, წარმოებული. გონება შთაგვაგონებს, რომ ღმერთი უსრულყოფილესი არსებაა, შეუთავსებელია ყოველგვარი ზადისა და ნაკლის ხსენებასთან ღმერთი. გონება შთაგვაგონებს, რომ უსრულყოფილესი არსება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, ღმერთი ერთია, შეუძლებელია ყოფილიყო ორი სრულყოფილი არსება. ნახეთ რა არის მნიშვნელობა? რა არის მნიშვნელოვანი? როდესაც საუბარია ჩემი ღმერთიც ღმერთიაო და სხვა რელიგიებზე რო იძამბა, კი, ჩემი ღმერთიც
ღმერთიაო და შენი ღმერთიც ღმერთიაო. არ ეს ანუ ეგრეთ შეუძლებელია. შეუძლებელია ყოფილიყო ორი სრულყოფილი არსება, რადგან მაშინ ერთი შეზღუდავდა მეორეს. გონებაში თაგვაგონებს, რომ ღმერთი თვითმყოფადია, რადგან არაფერი შეიძლება იყოს მისი არსებობის მიზეზი და პირობა. რას ადასტურებს წმინდა წერილი საღვთო თვისებათა შესახებ? უშუალო საღვთო წერილიდან ცნობილი თვისებები განხილულია მიტროპოლიტ ფილარეტის მართლმადიდებელი ეკლესიის ვრცელ ქრისტიანულ კატეხიზმოში, სადაც ვკითხულობთ კითხვა საღვთო გამოცხადებიდან წმინდა წერილიდან, რომელიც ცნება შეიძლება მიესადაგოს საღვთო არსებასა და მის არსებით თვისებებს. პასუხი: ღმერთი არის სული, ეს ცალსაკეთავებია. ღმერთი არის სული, საუკუნო, ყოვლად სახიერი, ყოვლის მცნობი, ყოვლად მართალი, ყოვლის შემძლე, ყველგან მყოფი, უცვალებელი, სრულად კმა, ყოვლად ნეტარი. აი ღმერთი სული და ჩამონათვალე ამას მე წავიკითხავ. საუკუნო, ყოვლად სახიერი, ამას ერთ-ერთ ვიდეოში მე წავიკითხავ, ყოვლის მცოდნე, ყოვლად მართალი, ეს თვისებები ყველგან ყოფი, ყოვლის შემძლე, უცვალებელი, აი სრულად კმა, ყოვლად ნეტარი. ერთი ღმერთის შესახებ, მე ჰიპოსტასებზე და ასე შემდგომ. ანუ ჩვენ ადამიანები, როდესაც რაღაცას ვფიქრობთ ან გავჯით, ემოციებით მოქმედებთ. შენ შეიძლება შენს ოჯახის წევრს დღეს ეჩხუბო, ხვალ შენდობათ ხო, ზეგ მადლობა უთხრა, მასე გიყვარდეს, იმი 5 დღის მერე გძულდეს, ანუ ემოციებზე ვართ დამოკიდებული. ეს თვისებები არის, თქვა, ყოვლის შემძლე და ყველგანყოფი და უცვალებელი, ეს მუდმივად ეს სტატიკური მდგომარეობა, ღმერთის, ანუ უცვალებელი მდგომარეობა, ყოვლად მართალი და ყოვლის მცოდნე, მაგრამ სიტყვაზე აი გარკვეული თვისებები, რომლებიც მისგან გამოვლინდება, აი მაგალითად ყოვლად მოწყალე და ყოვლად მართალი და ყოვლად მოწყალე და თქვა სამართლიანი და ანუ ღმერთისგან როდესაც გამოდის მოწყალება და სამართლიანობა, იქ არ არის ესე რომ სიტყვაზე კონკრეტულ შემთხვევაში იყოს აი კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში იყოს თქვა 30%-ით იყოს მოწყალე და 70%-ით სამართლიანი. ესე არ არის. ანუ 50-50 კი არ ვიტყვი, აი ვიტყვი რომ ნებისმიერი საღვთო თვისება, რომელიც გამოვლინდება ადამიანის თქვა განსჯის დროს, იქ საშინა სამჯაროზე თუ პირადი ცოდვების და ასე შემდგომ, ხო? ესე იგი მოწყალე იქნება და ყველაფერი გამოდის მისგან თანაბრად. ანუ როდესაც განიშება ადამიანი, ანუ ის ღმერთთან ყოფობაში იქნება თუ არა, თავის ცხოვრებიდან გამომდინარე, ღმერთი იქ მოქმედებს არა მარტო სიტყვაზე, თქვა შენთან სიტყვაზე შენთან მოწყალე იქნება და შენს დასთან სამართლიანი მარტო, ან შენთან მარტო მოწყალე იქნება და შენს დასთან მარტო სამართლიანი, ეგრე კი არ არის. მოწყალეც და სამართლიანიც იქნება ერთ თანაბრად. ანუ თანაბრად გამოვლინდება ეს თვისებები. ადამიანის ეს თქვა წინაშე რა. ადამიანისთვის. ხო და თანაბრად გამოვლინდება შესაბამისად კითხვაზე კითხვა რომ სიტყვაზე რაღაც დაუბრუნდეთ. ხო, აი ამის პასუხი ჩვენ ნახავთ, აი აქ კიდევ დამატებით პასუხს იგავი ლაზარესა და მდიდარზე რა. ანუ სიტყვაზე სანამ თან წავიკითხავთ, დიდარი რო სიტყვაზე წარწყმდა და ლაზარე ცხონდა. ანუ რას ნიშნავს ღმერთს არ უყარდა? ანუ ნახე ლაზარე არ ერევა იქ ესე ვთქვათ ამოიყვანე ჯოჯოხეთიდან და რატო შენ არ გიყვარს დიდარზე ხო არ ეუბნება ლაზარე შენ არ გიყვარს და მე უფრო ესეთ რაღაცა დიალოგები აქ ამ ესე ვთქვათ იგავში არ მიდის. იმიტომ რომ დიდარმა საკუთარი ცხოვრებით იცხოვრა, განვიხილავთ მერე და ლაზარემ და დაიმსახურა ყველამ თავისი ადგილი ღმერთის წინაშე და ღმერთის გვერდით. ანუ დიდარმა არ დაიმსახურა ღმერთის გვერდზე ყოფნა, იმიტომ რომ უგულებელ ყოფდა საღვთო, ანუ ადამიან ჰუმანურ ყველაზე ნომერ პირველი რაც არის ქრისტიანობაში, ეს არის ჰუმანური თვისება, რომ ის რაც გაუკეთე შენ, აი ქრისტიანს ამბობს, რომ ის როგორც მოეკეცი შენ, თქვა შენსთან მოყვას, ზუსტად მომეკეცი, ზუსტად ის გამიკეთე ზუსტად მეც. აი რომ საპატიმროში არ მომინახულო, ამოტყოფი ვიყავი, არ მომინახულო, როდისო მე ყოველთვისო ადამიანი იწვისო რომ მე ყოველთვის ქრისტეს ვახსენებდიო და ქრისტეს ვეძიებდიო და არა შენ ამბობდი მე თქვენ არ გიცნობთ. ან ეს ნიშნავს თქვენ სხვა ქრისტეს ახსენებდით, სხვა ქრისტეს ეძებდით. ანუ ჰუმანურ თვისებებს არ იცავდა მდიდარი, ანუ
ნარჩენებს უყრიდა ლაზარეს, ხვდები? და აქ რა მოწყალებაზე და რა იმაზეა საუბარი. და ლაზარე და რას ნიშნავს რომ ლაზარე უყვარს და არა, ლაზარეს და მდიდარეთს ერთნაირად უყვარს ღმერთს. უბრალოდ ამ სიყვარულს ვინ როგორ მიიღებს და თავის თავში რეალიზებას ვინ როგორ გაუკეთებს, ამაზეა საუბარი. ანუ შენი ოჯახის წევრი თუ არ გაუკეთებს რეალიზებას, ეს ანუ ნახე უხეშად რო ვთქვათ, აი ამ ქვეყნიური ტერმინოლოგიით შენი პრობლემა აღარ ხდება, მაგრამ იმისათვის რომ ეს ტერმინი გაიგო, ეს უნდა განიცადო. შენ როდესაც გადადიხარ სხვა ეტაპებზე, შენ იმის განცდები, ანუ განცდები ეს არის ამ სხეულში მყოფი ადამიანის მატერიალური ტიპის განცდებია. ეს განცდები შენ როდესაც ღმერთისკენ მიდიხარ, ქრება. იმიტომ რომ შენი თავი გაქვს გადასარჩენი და შენი თავი გაბარე, იმას თავისთავი აქვს გადასარჩენი. კი, რა თქმა უნდა, ყველას უნდა, მაგრამ რომ ცხონდეს, მაგრამ შენ თუ იმას ამბობ, რომ შენ უფრო გინდა რომ ცხონდეს ვიდრე ღმერთს, ესე იგი შენ ღმერთზე მაღლა აყენებ თავს. ეს არის უკვე მკრეხელობა ადამიანის, როდესაც ესე თუ ჩაეჯინება ესე რა ამ მდგომარეობას. ხო, და რა უნდა წამეკითხა? ეხლა მოდი წავიკითხოთ. წამით ამდენი არის ძალიან ბევრი. არ არის ბევრი. აი ლოცვა მიცოებული და პასუხებს იპოვით აქ ხა რასაც წავიკითხავ. ხა იქ თავები და ისინი ამ კორინთელთა და იმას აღარ წავიკითხავ. თქვენ დაინახავთ თვითონ. აი წავიკითხოთ და მერე წავიკითხოთ იგავე ლაზარესთან და მდიდარს და ამით ამოიწურება პასუხი. კითხვაზე პასუხი. ულოცევდით ერთ-ars, გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ და გინა თუ მოვწყდებით, უფლისა მიერვე მოვწყდებით. სიყვარული არასადა დავარდების. რაიცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა იგი ვყო, რაითა იდიდოს მამაი ძისა თანა. ღმერთთან ყველა ცოცხალია. საეკლესიო ცხოვრებას განამტკიცებს ცოცხალი შეგნება და გრძნობა, რომ ჩვენი მიცვალებულები არა ამ ქვეყნიური განსხვავებული ფორმით, მაგრამ აგრძელებენ სიცოცხლე სიკვდილის შემდგომ და არ ერთმევათ ამ ქვეყნად დარჩენილებთან სულიერი სიახლოვე. ამიტომ არ წყვეტს მიწიერი ეკლესია მათთან ლოცვით კავშირს. არცა სიკვდილმან, არცა ცხოვრებამან შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ არის ქრისტე იესოის მიერ უფლისა ჩვენისა. ამას ოფლიდან გასულებს თავიანთ მოძმეთაგან ესაჭიროებათ მხოლოდ და მხოლოდ შემწეობა. ლოცვა მათი წოდების მისატევებელად. და ესე არის განცხადებულებაი, რომელი მაქვს მისა მიმართ, რამე თუ უკვე თუ რაიმე ვითხოვოთ ნებისმიერ მისისა ისმენს ჩვენსა. რაიცა იგი ვითხოვოთ და უწყით, რამ თუ მოვიღოთ თხოვა იგი, რომელი ვითხოვეთ მისგან, უკვე თუ ვინმე იხილოს ზმაითვისი, რომელი ცოდვიდეს, ცოდვასა არა სასიკვდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხოვრებაი, რომელნი იგი ცოდვიდან, არა სასიკვდინედ, არ ცოდვაი სასიკვდინე, არა მისთვის ვიტყვი, არაითა ითხოვოს. თავები მოკლედ სახარების დასამოციქულში მითითებულია. ეკლესია მიყვება მოციქულის ამ შეგონებას და ლოცულობს ყველა თავის შვილზე, ვინც გულწრფელ მონანულად აღესრულა. აი ეს არის მნიშვნელოვანი, ვინც ან ლოცვებში ხა ყველას ვიხსენებთ, ვინც მართლმადიდებლები არიან, მაგრამ ნახეთ რაზეა საუბარი, ვინც გულწრფელ მონანულად აღესრულა. იყვნენ ხა ჩემი ნათესავების სიტყვას ვიღაცები, რომლებიც გულწრფელ მონანულად კი არა, ზოგადად მონანულად არ აღესრულებულან, ანუ არასოდეს არ ზიარებულან. ხვდები? ამიტომ მე აი აქედან დაჟე აი მე ჩემს მდგომარეობას გეტყვი. აი აქედანაც კი არა თუ აი ხა მე 64-ში რას მე რო ეს თქვა ზეციურ დასში რო იყო მოხვედრილი, იქ ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. მე გეუბნებით რომ აქედანაც კი რა თქმა უნდა ვისურვებდი რომ ისინი იყვნენ იმ ქვეყნად ნათელში, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ადამიანების ფიქრები. ანუ შენი ოჯახის წევრს სინამდვილეში რეალურად ადამიანები არ ვიცნობთ ჩვენი ოჯახის წევრებს. იმიტომ რომ ჩვენი ოჯახის წევრებს კი არა, აი ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ თავებსაც კი არ ვიცნობთ. და საკუთარ ჩვენს თავზე მეტად ასე რომ ვთქვა, ჩვენს თავზე მეტად ჩვენს თავს ღმერთი იცნობს. ანუ ღმერთმა იცის ადამიანის გულის ნადები. პლუს ვის რა სიკეთე აქვს გაკეთებული, როგორ რანაირად ჩვენ არ ვიცით იქ როგორ აი რაც საეკლესიო წმინდა მამათა განმარტებები და სხვა სახარებასაც გვაუწყებს ის ვიცით. მაგრამ იქნება რაღაცეები კიდევ რაც ჩვენ არ ვიცით, ვინ როგორ შეიძლება ვიღაცას ისეთ სიკეთე აქვს ნაკეთები, რომ ის ესე ვთქვათ რომ ღმერთის წინაშე ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახვა. დიდი რა გაგებით, რომ ანუ ღმერთის ესე ვთქვათ
პატივი ღმერთის წინაშე დიდი პატივი მოიპოვა. ანუ არსებობს ისეთი თქვა სალოსი მამები და პლუს ისეთი მოღვაწეები და ზოგიერთი ბერები, რომლებიც ჩვეულებრივ გეგონებოდა და აი მას ეწერა სხვათა შორის ათონის მთაზე ერთი ის იყო რა ლოთი ბერი იყო და რა მიზეზები ეწერა ბავშვობიდან თურქების შემოსევის დროსო ბავშვს რო არ ეტირაო ყანაში მალავდაო დედამისიო და არ ახსასმევდაო ბავშვობიდან და ის უკვე ის და შეურაცხყოფას აყენებდნენ და ასე შემდეგ ხარ ისიც თქვა მინდა და როგორც ლოთი იყო, იმიტომ ავად იყო, მაგრამ ის ზიარებით ებრძოდა ამ ავადმყოფობას. იცოდა რომ ავად იყო, მაგრამ თავის თავს ვერ ერეოდა და ზიარებით ებრძოდა ამ ესე ვთქვათ სულიერ სნეულებას, რაც მისი ბრალი არ იყო. ანუ ადამიანმა გაიარა გოლგოთის გზა, თელი მისი ცხოვრება იყო გოლგოთა. და მე მგონი მამაპაისი თქვა თუ ვიღაცა მე აღარ მახსოვს იქ ეწერა რა რომ კონკრეტულად ეს მოიხსენიათ ჩათვალეთ როგორც წმინდანიო რა იმიტომ რომ ეს კონკრეტულად ეს პიროვნებაო ცხონდაო ხო და ვიღაცაზე გეტყვის მაგრამ ჩვენ ყველა ცხოვრება არ ვიცით ამიტომ სიტყვაზე ვიღაცა ჩემი ნათესავი რომ გარდაიცვალა ეხლა მე 64-ში არა ვარ და ეხლა გეუნები რომ ანუ არ ვერევი მინდა რომ რა თქმა უნდა ცხონდეს ეს ჩემი სურვილია მაგრამ მე ანუ არ ვახტები ესე ვთქვათ ღმერთის პრეროგატივას და იმან უკეთესად იცის იმ ჩემი ნათესავის ნაცხოვრები ცხოვრება, იმან უფრო უკეთესად იცის და მის ეს არის ორი პიროვნების ურთიერთობა, ანუ ქრისტესა და ჩემი თქვა ნათესავის შორის ურთიერთობაში მე შუაში როგორ ჩავდგები. ანუ ღმერთს რა ჭირდება ხა აქ მღვდელი არის, ანუ მღვდელიც და ანუ მოციქულებიდან და ეპისკოპოსები ესენი დადგენილები არიან იმისთვის რომ რა ქვია სინანულის ან მოგდეს საიდუმლოებები შესრულდეს ლოცვები ან ცოდვები მიეტევება ქრისტეს მიერ დადგენილ ანუ ეკლესიაში ასე ვთქვათ მართლმადიდებელი მღვდელი სინანულის და იმის აღსარების ლოცვას როდესაც რა ქვია აღსარების ლოცვას როცა უკითხავს და ოლარს გადააფარებს თავზე აი ამ დროს მიეტევება ადამიანს ცოდვები სხვანაირად არ მიეტევება ადამიანს ცოდვები შანსი არ არის სხვანაირად ვერ ცხონდება ადამიანი თუ აღსარებაზე არ დადის და ზიარებაზე მაგრამ ხო და რას ვამბობდი ერთ წამს ხო და აი ერთადერთი შუამავალი ანუ ეს მღვდელია და ეპისკოპოსი და მაგ სასულიერო პირები არიან და ჩვენ ვამბობთ რომ ეს შუამავალი ჭირდება ადამიანს იმიტომ რომ ესე ვთქვათ ამ სულიერ გზაზე ამ საეკლესიო მსახურებებში და თვითონ ქრისტეს მიერ დადგენილ სულიწმინდის მიერ დადგენილ ეკლესიაში მოხდეს ადამიანის განხრთობის პროცესი განხორციელდეს. ეს სხვა რამეა, მაგრამ მე ვამბობ, რომ ქრისტესა და ადამიანს შორის, ანუ პიროვნულად, ანუ ხელის შემშლელად, შემარიგებლად და ასე შემდეგ, არავინ არ ერევა. ანუ ისინი არიან შუამავლები და ანუ სასულიერო პირები ადამიანებს ეხმარებიან. და ეს თვითონ ქრისტემ დაადგინა და ვიღაცა თუ იტყვის რომ მე მღვდლის არ მჯერა, შენ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ქრისტეს არ გჯერა. იმიტომ რომ ქრისტემ თქვა ეს არის დოგმა, რომ ვინც თქვენ გაღიაროთ, ანუ ეუნება მოციქულებს და ავტომატურად მოციქულების მიერ იგულისხმება დადგენილი მე ეპისკოპოსები და დიაკვნები და მღვდლები, ვინც თქვენ გაღიაროთ, მე ასევე მეც ვაღიარო იგი მამისა ჩემისა წინაშე და ვინც თქვენ არ გაღიაროთ, აღგიაროთ იქ ძველ ქართულად როგორც არის, ხო? არც მე ვაღიარო მამისა ჩემისა წინაშე. ანუ სრული მივა შენ როდესაც ამობ რომ მე მღვდლის არ მჯერა სრული ანუ შენ ღმერთი პირდაპირ თავიდანვე გეუბნება რომ შენ ამით ქრისტეზე ამბობ უარს ხვდები ეს რაღაცა ჯიპები და ეს არის ლიბერალური პოლიტიკის შედეგი საინფორმაციო იმაში ჯიპებს და ყველაფერს მოევლება შენ ჯიპები ვერ გაცხონებს ანუ მღვდლების ჯიპების ქონა ან არ ქონა ეგ შენ არ გეხება შენ გეხება შენ სულის გადარჩენას მიხედო და დანარჩენს იქ საეკლესიო მართვა-გამგეობა მიხედავს ხო და გავაგრძელოთ სად ვიყავით ეკლესია მიყვება მოციქულის ამ შეგონებას და ლოცულობს ყველა თავის შვილზე ვინც გულწრფელ მონანურულად აღესრულა აი ამას მოვაყოლე რა ამიტომ ამის თქვა მინდა რომ გარდაიცვალა ნათესავი მე რა უნდა გავაკეთო მე შემიძლია ლოცვებში მოვიხსენიო სიკეთე გავაკეთო დანარჩენი ღმერთი არის მსაჯული. ანუ ჩვენ არ ვართ მსაჯულები, ჩვენ ამით ჩვენ ვცდილობთ, რომ თითქოს იცი რა უკეთესად უნდა რომ ესე ექნა, ანუ შენ ესე ვთქვათ, რაღაც მაჭანკალივი ჩუაში დგები თითქოს ადამიანი, რომ აი ხელი შენ თუ გინდა რომ ხელი წაკრა მის ცხონებას, იგი თუ გულწრფელ მონანურად აღესრულა, ეკლესია ლოცულობს მათზე,
როგორც ცოცხლებზე. მოციქულის სიტყვების თანახმად, რამე თუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ და გინა თუ მოვწყდებით, უფლისა მიერვე მოვწყდებით. გინა თუ უფლისანი ვართ, რამე თუ ამისთვისა ქრისტე მოკვდა და აღდგა და ცხონდა, რათა მკვდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს. აი, ყველაფერზე პასუხი აქვს. ლოცვის ღირსნი ვერ გახდებიან მოუნანიებელი ცოდვით გარდაცვლილნი, რომლებიც ეკლესიის გარეთ იყვნენ. ანუ, აი საეკლესიო სწავლება ნახევარსამობს, ვინც ეკლესიის გარეთ იყო. ანუ, საეკლესიო სწავლება და საღვთო გამოხატულება ამ ყველაფრის მიმართ არის ის, რომ ვინც იყო ეკლესიის გარეთ, ის ვერ ცხონდება, ის ვერ იქნება ღმერთთან, იმიტომ მან თვითონ თქვა უარი ღმერთთან ყოფობაზე. მან არ ითხოვა ცოდვათა მიტევება და შენ რა შუაში ხარ? შენ ამ დროს შენ ხარ, ანუ შენი მდგომარეობა არის, აი როგორ გითხრა, თვითონ მიხვდები რა, როდესაც ამ ეტაპებს მიაღწევს ადამიანი, მით უმეტეს შენ თუ ცხონდები და ასე შემდგომ. შენ ესე ვთქვათ, ჩვენ გვემახსოვრება, მაგრამ ჩვენ ვერ ჩავერევით. სიტყვაზე, როდესაც ადამი გამოდევნა ღმერთმა ედემის ბაღიდან, ანუ არ უყვარდა? რომ უყვარდა, იმიტომაც გამოდევნა. ნუ ეხა იქ ბოროტი ძალა, ასე ვთქვათ, ანგელოზები რომ დაეცნენ, ანგელოზებიც უყვარდა, მაგრამ დაცემული ანგელოზების შემთხვევაში იქ მდგომარეობებში იყო განსხვავება, ანუ ანგელოზები იქ როდესაც დაეცნენ, იქ სხვა ტიპის დაცემა მოხდა და იქ მონანიების მდგომარეობა აღარ დაიტოვეს და უკვე ძალიან გადაჭრილი იყვნენ ფაზაში, ანუ ზეციური ომი გამოაცხადეს. ის საერთოდ სხვა რამე იყო და აქ იყო ესე ვთქვათ, ახალი ფეხარდგმულები იყვნენ ადამი და ევა სულიერებაში და დაცემა, ესე ვთქვათ, დაცემა ისეთი მასშტაბის იყო, რომ ესე ვთქვათ, რომ ამ ცოდვის გამოსყიდვის სივრცე და საშუალება ჯერ კიდევ რჩებოდა, იყო ამის საშუალება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება, ასე ვთქვათ, რაღაცა ის სივრცე, ანუ არსებობდა მდგომარეობა იყო ისეთი, რომ გამოსყიდვადი იყო დაცემული ადამიანის ბუნება, მიუხედავად ამისა, ვერცერთმა წმინდა მამამთავარმა ვერ შეძლო ადამიანის დაცემული ბუნების გამოსყიდვა. ანუ ამას ანგელოზიც ვერ შეძლებდა. და ამაში თვითონ ღმერთის ჩარევა გახდა საჭირო, ამიტომაც ეს ღმერთმა თავიდანვე იცოდა და ამიტომაც პირველივე ძველი აღთქმა, რასაც ეწოდება, პირველივე აღთქმა არის ის, რომ ღმერთი ეუბნება ადამიანს, რომ მოვავლენ მესიას რა, ესე ვთქვათ, ეს არის ძველი აღთქმა. პირველი შეპირება, რომ მოვავლენ მესიას, მოვა ის, ვინც ესე ვთქვათ, ამ დაცემულ, ესე ვთქვათ, დაცემულ მდგომარეობას, ადამიანის დაცემულ ბუნებას გამოისყნის და ამ ცოდვას აიღებს, ან პირველი ადამიანის მაგივრად მეორე ადამი მოდის, ანუ ქრისტე, იგივე მეორე ადამი და ხდება კავშირის აღდგენა ღმერთთან. როდესაც ადამს ეკითხება, ადამ სადა ხარ? ადამის მაგივრად უკვე ადამი რაც უპასუხა ვიცით და იმალება ადამიანი და ქრისტე პასუხობს მეორე ადამი, ესე ვთქვათ, ძეჰიპოსტასი მამა ღმერთს პასუხობს, რომ მიუტევე უფალო თუ არა იციან რასა იქმან. ნები, აქ ვარ უფალო. ასევე. გავაგრძელოთ. ლოცვის ღირსნი ვერ გახდებიან მოუნანიებელი ცოდვით გარდაცვლილნი, რომლებიც ეკლესიის გარეთ იყვნენ. ეს იოანე მოციქულის ზემო მოყვანილი სიტყვებიდანაც ჩანს. არა მისთვის ვიტყვია რაითა ითხოვს, რამე თუ ასეთი ლოცვები უმიზნო იქნებოდა. ძველი აღთქმის ეკლესიაშიც არსებობდა მიცვალებულთათვის ლოცვის წესი. ამას წმინდა ისტორია ადასტურებს, მაგალითად იუდეველთა კეთილმსახური მეთაურის იუდა მაკაბელის დროს, როდესაც ბრძოლის ველზე დაცემულთ ათვალიერებდნენ, მათ სამოში იპოვეს საკერპო ძღვენი. მაშინ იუდეველებმა განადიდეს უფალი, რომელმაც დაფარული განუცხადა მათ, დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება, ხოლო იუდა მაკაბელმა გაგზავნა კაცნი იერუსალიმში, რათა ჩადენილი ცოდვის გამო მსხვერპლი შეეწირათ. მოიქცა მეტად ღირსეულად და პატივისცემით, რამთუ აღდგომაზე ფიქრობდა. შემცოდე შეიძლება მიეტეოს არამომაკვდინებელი ცოდვები, როგორც ამ ცხოვრებაში, ისე სიკვდილის შემდგომაც. ოღონდ აქ საუბარია არამომაკვდინებელი ცოდვებზე. ეს თავად უფლის სიტყვებიდან ჩანს, რომელმან თქვას სიტყვა ძისა კაცისათვის მიეტეოს მას, ხოლო რომელმან თქვას სულისა წმინდისათვის არა მიეტეოს მას, არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას. საღვთო წერილიდან ვიცით, რომ
უფალი იესოს აქვს კლიტენის სიკვდილისა და ჯოჯოხეთისანი. აი, გამოცხადება. და მაშასადამე ეკლესიის ლოცვითა და შეწირული უსისხლო მსხვერპლის მობიარმყოფი ძალით მას შეუძლია მიცვალებულთათვის ჯოჯოხეთის დახშული კარის გახსნა. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ძველი ქრისტიანული ეკლესიის ყველა ლიტურგია ადასტურებს, რომ ეკლესიაში არსებობს ხსოვნითი ლოცვა მიცვალებულისადმი. ასეთებია უფლის ძმის, წმინდა იაკობ მოციქულის, წმინდა ბასილი დიდის, წმინდა იოანე ოქროპირისა და წმინდა გრიგოლ დიოლოგოსის სახელებით ცნობილი ლიტურგიები, აგრეთვე რომაული, ესპანური, გალიური და ბოლოს მართლმადიდებლობიდან განხეთქილებაში გასული სექტების, იაკობინელების, კოპტების, სომხების, ეთიოპიელების, სირიელებისა და სხვათა ძველი ლიტურგიები. მთელი ამ სიმრავლის მიუხედავად ერთიც არ მოიძებნება, სადაც არ იყოს მიცვალებულთათვის ლოცვები. სადაც არ იყოს მიცვალებულთათვის ლოცვები. ამასვე ამოწმებენ ეკლესიის მამები და მასწავლებლები. ეკლესია ლოცულობს მიცვალებულებზეც და ცოცხლებზეც. იგი მათზე შუამდგომლობს არა საკუთარი, არამედ უფალი იესო ქრისტეს სახელით. და მის მიერ ყველას გამოსახსნელად ჯვარზე გაღებული მსხვერპლის ძალით, ამ ცხოველი ლოცვებისა და საფრთხო მოწყალების შემწეობით ჩვენს ამ ქვეყნიდან გასულ მუყვასში ჩათესილი ახალი ცხოვრების თესლი, რომელმაც ამას სოფლად აღმოცენება ვერ მოასწრო, თანდათანობით ღვივდება და იზრდება, როგორც მზის ცხოველმყოფელ სხივებ ქვეშ და კეთილშეზავებულ ჰაერზე ვითარდება მიწაში თესლი კეთილი. მაგრამ შეუძლებელია, აი რაც თქვი, აი მიწაში ვითარდება თესლი კეთილი, მაგრამ შეუძლებელია რაიმე აღმოცენდეს დამპალი თესლიდან, რომელმაც დაკარგა ზრდის სასიცოცხლო საწყისი. ასეთ შემთხვევაში უკეთურ და მოუნანიებლად გარდაცვლილთათვის ლოცვას ზალა არ გააჩნია. ისინი ხომ საკუთარ თავში სულის დამავსებელნი არიან. ზუსტად ასეთ ცოდვილებს ეხება მაცხოვრის სიტყვები დიდრისა და ლაზარის იგავიდან. აი კაკრას მაგ უნდა წავიკითხოთ. ისინი ვერ დააღწევენ თავს ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ ნაწილს და ვერ გადავლენ აბრაამის წიაღში. ჩვეულებრივ ასეთი პირები თავის შემდგომად არც ტოვებენ ღვთისადმი მათზე გულწრფელად მლოცველებს. მათ არც მეგობრები შეუძენიათ ზეცაში წმინდათა შორის, რომლებსაც შეეძლოთ დაგალახაკებისა და სიკვდილის შემდგომ მათი შეწყნარება, საუკუნეთა მათ საყოფელთა, ანუ მათზე ლოცვა. ანუ ადამიანი ისპობს ყველანაირ გზას თვითონ და შენ რა უნდა გააკეთო? ისე თუ იცხოვრა, რომ შენ ლოცვაც კი ვეღარ ჭრის. ადამიანი არ ერევა ადამიანს პირად უფლებებში, ან პირად ნებაში არ ელევა, არჩევნის უფლებას უტოვებს. ეს არის მთავარი. რასაკვირველია, ამ ქვეყნად ჩვენთვის უცნობია თუ რა ხვედრი ელის თითოეულ სიკვდილის შემდგომ, მაგრამ სიყვარულით ლოცვა ფუჭი არასოდეს იქნება. თუ ჩვენი მიცვალებული მოყვასნი ღირსნი შეიქნენ ზეციური სასუფევლისა, მაშინ მათდამი ლოცვებს ჩვენზე ლოცვითვე უპასუხებენ. თუ კი ჩვენი ლოცვები უძლური იქნება, მათ შეეწიოს ყოველ შემთხვევაში ისინი ჩვენ არას გვავნებენ. ფსალმუნთ მგალობლის სიტყვებით ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს. მაცხოვარმა კი ბრძანა, მშვიდობაი თქვენი თქვენდავე მოიქეცინ. პირიქით სასარგებლონი არიან, ღირს იოანე დამასკელი შენიშნავს, თუ ვინმე სურს სნეულს მირონი ან სხვა წმინდა ზეთის ცხოს, ჯერ თვითონვე ხდება ცხების თანაზიარი, ანუ მცხებელი და მხოლოდ შემდეგ ცხებს სნეულს. ასეა ყველა, ვინც იღწვის მოყვასის გადასარჩენად. თავიდან სარგებელს თვითონ იღებს და შემდეგ მოაქვს იგი მოყვასისათვის. რამთუ ღვთისმოციქულის სიტყვებით ღმერთი არ არის უსამართლო, რაითა დაივიწყოს საქმენი. აი ეს მინდოდა წავიკითხოთ. ამად ეხლა წავიკითხოთ მამა არჩილ მინდიაშვილის, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგება იგავი ლაზარესა და მდიდარზე, რომელიც მიეძღვნა არქიმანდრიტ გაბრიელის ხსოვნას, ესე ვთქვათ რა. ეს ორთოდოქსი ჯიზე დევს და უბრალოდ მაინც შეგახსენებთ, რომ საიტზე მოთავსებული ტექსტებზე საავტორო უფლებები დაცული აქვს, გთხოვთ ავტორის ან თარგმნელის ნებართვის გარეშე, გამოიყენებთ. მე მგონი 2003 წელია. ხო და თან ხვალ ოჯახის სიწმინდის დღეა უკვე ამ თემაზე, ანუ დასაბეჭდ ვარიანტში ამ ტექსტს გამოიყენებთ. მაგრამ საჯაროდ დევს და შეგვიძლია წავიკითხოთ. სახელთა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. დღევანდელი ჩვენი ქადაგება, რომელიც გლახაკი ლაზარის შესახებ იგავის განმარტებას ეხება,
სურს მიუძღვნა ახლად შესვენებულ ჩვენთვის საყვარელ მოძღვარს არქიმანდრიტ გაბრიელს. მოვედით კიდევ ერთხელ გრძნობითა და გულისხმიერებით გადავიკითხოთ სახარების დღევანდელი საკითხავი იგავი, სნეული და გლახაკი ლაზარეს შესახებ. ეს არის ძალიან მრავლისთქმელი, ესე ვთქვათ, იგავი. კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი დღედ ბრწყინვალედ. გლახაკი ვინმე იყო სახელით ლაზარე, დავდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქვე ძურებოდა. ამ იგავში ორგვარი ბუნების ადამიანია წარმოჩენილი. უმოწყალო მდიდარი, იგავის კითხვისას ვფიქრობ დარწმუნდით, რომ იმდენად სოციალურ ყოფაზე არ არის აქ საუბარი, რამდენადაც ადამიანის ზნეობრივ მხარეზე. და მეორეს მხრივ სულიერად გლახაკი. ნეტარი იყვნენ გლახაკნი სულითა, რამ თუ მათი არს სასუფეველი ცათა. და ღვთის მსასუებელი ლაზარე. მართალია უფალი ამ იგავით გვასწავლის თუ რა ელოდება უზრუნველ მდიდარს მის სულს მომავალ საუკუნო ცხოვრებაში და რა ელოდება მართას, რომელიც მადლობით ითმენს განსაცდელებს, ავადმყოფობებსა და გაჭირვებას, მაგრამ ყოველივე ამის გარდა ქრისტე იესუსგან ეს ერთგვარი წინასწარი მსჯავრია მისი ჯვარცმელი ანა მღვდელმთავრისა და კაიაფასადმი. იგავში ხსენებული მდიდრის ხუთი ძმა, მდიდრისა, რომელმაც ჯოჯოხეთის სატანჯოლში აღიხილა თვალნი, გახლავთ ანამ მღვდელმთავრის ხუთი შვილი. კაიაფა იყო ანა მღვდელმთავრის სიძე. ამ უმოწყალო მდიდრის სახით ქრისტეს მხედველობაში ჰყავს კაიაფა მღვდელმთავარი, ვინც უსამართლო მსჯავრი უნდა გამოუტანოს ქრისტეს და ჯვარსაცვას იგივით. ალბათ შენიშნეთ, რომ მდიდარი უსახელოდ არის ნახსენები, ხოლო გლახაკი სახელდებით, რაც ვფიქრობ შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეკლესიის ერთ-ერთი წმინდა მამის სწავლებით მდიდარი უსახელოდ იმიტომ არის მოხსენებული, რომ ამით უფალმა გვასწავლოს, როდესაც ჩვენ გსურს სხვა ადამიანის მანკიერებაზე, ნაკლოვანებაზე ლაპარაკი, ვეცადოთ მის ღირსებას არ შევეხოთ და სახელი მისი არ მოვიხსენიოთ, რაოდენ თანმდებლობითა და მასწავლებლობის სულითაც არ უნდა ვლაპარაკობდეთ სხვის უარყოფით მხარეებზე. ძალაუნებურად მაინც განვიკითხავთ ერთ სიტყვას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ამასობაში მხილებით დაწყებული მსჯელობა შეიძლება განკითხვის მღელვარებით დამთავრდეს. ამის გამო ჩვენ სხვის ნაკლოვანებაზე არასდროს უნდა ვილაპარაკოთ სახელდებით. როდის შეიძლება ილაპარაკო სხვის უარყოფით მხარეებზე, როდესაც იმ ადამიანის მიმართ სიყვარული მისი ხსნის მოქცევის გადარჩენის სურვილი გამოძრავებს. ამიტომ წმინდა წერილში აღწერილი არა მარტო დადებითი მაგალითები, არამედ უარყოფითიც. დადებითმა მაგალითებმა უნდა დაგვაფიქროს, რომ რას მოგვიტანს ღვთის მოსაწონი ცხოვრება საბოლოოდ, როდესაც მარადისობაში გადავალთ, გადაივლის რა წუთი სოფელი, ისე როგორც ბოროტი კაცი აღსასრულმა შიში და ზაფრი უნდა მოგვგვაროს, რათა თავი შევიყვავოთ სოდვებისაგან და გული განვიწმინდოთ გულის თქმათაგან. ცხადია, მდიდარიცა და ლაზარეც ზოგადი სახელია ორგვარი ადამიანისა. საუბრობთ, რომ მდიდარზე არ იფიქროთ მარტოოდენ მიწერი სიმდიდრე იგულისხმებოდეს, არამედ ტალანტით, რაიმე განსაკუთრებული ნიჭერებით დაჯილდოებული ადამიანიც მოიაზრება. მას რად უწოდა გლახაკს, რომელიც საზოგადო სახეა ყველა მადლობით დამთმენი გლახაკისა და სნეულისა უფალმა იესო ქრისტემ ლაზარე. ლაზარე შეკვეცილი ფორმაა ებრაული სახელისა ელიაზარ, რაც ქართულად ნიშნავს წყალობა ღვთისა. თუ ჩვენ გულისხმიერად ამოვიკითხავთ იგავს, ვნახავთ, რომ ამ გლახაკ ლაზარეს იმედი ერთი მხოლოდ ღმერთისა ჰქონდა, რომელიც ადამიანთაგან მიგდებული და მიტოვებული, იგავისეულად, რომ თქვათ, ქვეძვრებოდა. მეორე მხრივ ებრაულად ლაზარე ასე ჟღერს ლაზარ, რაც აღნიშნავს ადამიანს, წყალობასა და დახმარებას რომ ითხოვს და მართლაც ითხოვდა მოწყალებას და მხოლოდ ღვთის წყალობის იმედი ჰქონდა. იესო თავდაპირველად მდიდარს ახასიათებს, იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა. მაცხვარი შემთხვევით არ ახსენებს მისი სიმდიდრისა და მაღალი წარმოშობის განსაკუთრებულ რეგალიებს. მოგეხსენებათ ამ დროს რომი ბატოობდა იუდეაში. პორფირით ძოწეულით მხოლოდ იმპერატორები იმოსებოდნენ. მათ ვის მიმართად განსაკუთრებული კეთილგანწყობა უნდოდათ ეჩვენებინათ. მეწამულ ტოგას ან პორფირს შუქნიდნენ. მხოლოდ მაღალი რანგის მოხალეებსა და დიდგვაროვან არისტოკრატებს ჰქონდათ უფლება ძოწეულით შემოსულიყვნენ. ჩანს ჩვენგან ხსენებული მდიდარი ფრიად მდიდარი იყო, ძოწეული წითელი ფერის შალის ძვირფასი სამოსელი ხმელთაშუა ზღვაში მოპოვებული ნიჟარებისაგან იღებებოდა, რაც ძვირფას საღებავად ითვლებოდა. ამავე ფერის ხელოვნური საღებავიც არსებობდა, მაგრამ ცხადია უფრო მდარე. ბისონი თეთრი, ბამბის ძვირფასი სამოსელი.
შიდა სამოსლად ითვლებოდა. ამ სამოსლითაც განსაკუთრებულად მდიდარი ადამიანები იმოსებოდნენ. ამგვარ ჩაცმულობაში ჩანდა ადამიანის გარდამეტებული მატერიალური სიმდიდრე. იგავში არსადაა ნახსენები თუ რაიმე სულიერი მოთხოვნილება ჰქონდა ამ მდიდარს, ან სულიერი სწრაფო ამაღლებული იდეალებისკენ. ერთი მხოლოდ ძოწეული ბისონი და დღითი დღე ბრწყინვალედ გატარებული დღეები ჭამასმაში საკუთარი პატივმოყვარეობისა და გემოთმოყვარეობის ვნების დასაკმაყოფილებლად იგულისხმება, რომ მასთან ისინი სტუმრობდნენ, ვინც დითი რამბებსაც უმღეროდა, ტაშსაც უკრავდა, სახელის უკვდავყოფას პირდებოდა. ქრისტემ ამად მოიხსენა იგავში დიდარი, რომ საუკუნო სიბნელესა და დავიწყებაში წარეგზავნა. როგორ იყო გლახაკი ლაზარე იერით, მოთხოვნილებებით, გლახაკი ვინმე იყო სახელით ლაზარე, ღვთის წყალობის მსასვენებელი მოიმედე ღვთისა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. დარდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქვე ძვრებოდა ძველ ქართულად ნიშნავს მისი სხეული ჩირქითა და წყლულებით იყო დაფარული. როგორც ხედავთ, ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ. ჩანს სიარულის უნარი აღარ ჰქონდა ლაზარეს, ამიტომ ნათქვამია დარდომილი წინაშე ბჭეთა. რას ნიშნავს დარდომილი? ბერძნულ ორიგინალში წერია არა დარდომილი, არამედ ებებლეიტუ, რაც ქართულად ნიშნავს აღებული და გადაგდებული. როდესაც ვინმე მიიყვანდა ლაზარეს, ან თვითონ მიხოხდებოდა მდიდრის სახლის წინ, მსახურებს ნაბრძანები ჰქონდათ, და როგორც უსულო საგანს სადაგდებდნენ იგავის მიხედვით სანაგვესთან. აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩვეულება ჰქონდათ, დღესაც ასეა, სადილის ნარჩენს არ ინახავდნენ, რადგან განსაკუთრებული სიცხეების გამო ადვილად ფუჭდება. ამიტომ გარეთ სანაგვეში ყრიდნენ. მსახურები სანაგვეში ან სანაგვესთან აგდებდნენ უმოწყალოდ ლაზარეს, მაგრამ არც აქ წყალობდა ბედი. ძაღლები პირველები მირბოდნენ, ასწრებდნენ ნაგავთან, ჭამდნენ და ხშირად ძაღლთან ნაჭამიც არ რჩებოდა ლაზარეს. წავკითხოთ ამის თაობაზე სახარებაში და თუ და გული ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა, არამედ ძაღლენიცა მოვიდოდეს და ლოშნიდეს წყლულსა მას მისა. რა ენატრებოდა? არა ის, რომ მაძღრისად ეჭამა, არამედ ნამუსრევი, ის რაც მდიდრის სუფრიდან რჩებოდა, რასაც ქუჩაში ყრიდნენ სასახლის კარიბჭის წინ. ძაღლები ხშირად ნამუსრევსაც, ნამცეცსაც არ უტოვებდნენ, არამედ თავად ლაზარესაც ლოშნიდნენ. ბიბლიის ერთ-ერთი კომენტატორის განმარტებით, ძაღლები თანაგრძნობას კი არ გამოხატავდნენ გლახაკისადმი, არამედ მას ლაზარეს ჩირქის დიოდა. ძაღლი კი ჩვეულებისამებრ ჩირქოვან ადგილებს ლოკავს. ერთი სიტყვით ძაღლები ძღებოდნენ მდიდრის ნამუსრევით და ლაზარეს ჩირქოვან სხეულსაც ლოკავდნენ. ლაზარე კი კვლავ მშიერი რჩებოდა. იყო სიკვდილი გლახაკისა, ყურადღებით მოისმინეთ, როგორ ამბობს მაცხოვარი. იყო სიკვდილი გლახაკისა მის და მიიყვანა იგი ანგელოსთაგან წიახთა აბრაამისთა. მოკვდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. აი აქ უკვე გამოხატულია უფლის დამოკიდებულება ლაზარესა და მდიდრისადმი. უფალი ლაზარეზე ამბობს, იყო სიკვდილი, ნახეთ რა რბილად ამბობს, კი არა მოკვდაო, კი არ ამბობს გარდაიცვალა, არამედ იყო სიკვდილი. რატომ იყო? იმიტომ რომ სიკვდილი ყველასთან მოვა. თვით მსასვენებელთანაც, მაგრამ ეს სიკვდილი განსხვავებული იქნება. მდიდარი კი მოკვდება და ძაღლივით იქნება დაფლული. ხოლო ლაზარესთან იყო სიკვდილი და მიიყვანა იგი ანგელოსთაგან წიახთა აბრაამისთან. ეს იგი ზეციურმა ძალებმა მისი სული ღვთის მეგობრის აბრაამის წიაღში შეიყვანეს. ქრისტეს მოსვლამდე მართალი ადამიანებიც ჯოჯოხეთში მიდიოდნენ. ძველი ებრაული სწავლებითა და რაბინთა მოძღვრებით ჯოჯოხეთს შეოლს უწოდებდნენ. შეოლი ორად განიყოფოდა აბრაამის წიაღად, როგორც უწოდა უფალმა იგავში, სადაც მართალნი არ იტანჯებოდნენ, მაგრამ არც ისეთ ნეტარებაში იყვნენ, როგორც ისინი, ვინც დღიდან იოანე ნათლისმცემლისა განიხვნარა თასასუფეველის კარი, განიცდიდნენ სიხარულს მაშინა და გეენიად. აბრაამის წიაღში მიდიოდნენ მართალნი, მაგალითად აბრაამი, ისააკი, იაკობი, ხოლო ყველა დანარჩენი ცოდვილები ჯოჯოხეთის სატანჯველში. მას ლაზარე აბრაამის წიაღში მიიყვანეს. მოკვდა მდიდარიცა იგი და დაეფლა უსახელოდ. ეს იყო მისი ბედნიერი და ბრწყინვალე დღეების სამგლოვიარო და სამწუხარო დასასრული. სახარების ამ ადგილის განმარტებისას იოანე ოქროპირი ამბობს, ძაღლები ლოშნიან გლახაკი ლაზარეს წყლულებს, რადგან არავის არ სურს კაცთაგან მათი მობანვა და განკურნება, მით უფრო მდიდარს.
ამბროსი მედიოლანელი კი აგრძელებს განმარტებას. მდიდრები ხშირად ივიწყებენ სხვების უბედურ მდგომარეობას. დასცინიან მათ, მასხრად იგდებენ მოწყალების მქონელთ და უკანასკნელ უკმასაც ართმევენ იმათ, რომელთაც უნდა შეეწეოდნენ, მაგრამ აი დასასრული გლახაკის ტანჯვათა და დიდრის მხიარულებისა. ადამიანურ ენაზე სიკვდილი რომ ჰქვია. დაინახა რა მდიდარმა, რომ არანაირი შეწევნა არაა აბრაამის წიაღიდან. თვით ლაზარეს დაინახა რა მდიდარმა, რომ არანაირი შეწევნა არაა აბრაამის წიაღიდან, თვით ლაზარეს წყალში დასვერებული თითის წვერითაც რომ ვერ გაიგრილებდა ენას. იზღა შესთხოვა აბრაამს, ლაზარე აღედგინა და მიევლინა მის ძმებთან. ბოდიში მეგონა აქ უნდა ეწეროს ქრისტეს შეთხოვა, ღმერთს შეთხოვა. მიევლინა მის ძმებთან, უგუნურად და უდრტვინელად რომ ცხოვრობენ. ეგებ გამოფხიზლდნენო ამ სასწაულით და აქ ამ სატანჯოლში არ მოხვდნენო. აი რას ამბობს ეკლესიის ერთ-ერთი მამა ლაზარეს სიკვდილზე. ლაზარეს სული ანგელოზებმა წაიყვანეს. ანგელოზური სამყარო პირველი შეიქმნა ღვთისაგან და მათ ბუნებაში აღიბეჭდა სრულყოფილება შემოქმედისა, უფალ საბაოთისა. ადამიანი ცოცხალი კავშირია სულიერი და ნივთიერი სამყაროსი. ჩვენი სამყარო დიდებული და მდიდარია, მაგრამ რამდენად უფრო მდიდარია უხილავი, ზეციური ძალების სამყარო. აქ დედამიწაზე ქმნილებათა კიბე ადამიანიდან მტვრამდის დავალს. იქ კი ყოვლისპრობელის საღტრამდის აღმართულა და ყოფიერების უფსკრულს ანგელოსები აღავსებენ. გალობენ რა ღვთივშთაგონებულნი წმინდა არს უფალი საბაოთ. როგორ წარმოვიდგინოთ ზეციური ძალები, როგორ უნდა ჰქონდეთ ფრთები და თვალები, როდესაც უსხეულონი არიან. ფრთები კი არა აქვთ, ვთქვათ ქერუბიმს 4, სერაფიმს 6, არამედ ამგვარი ჩვენებითა და გამოცხადებით წმინდანების მიმართ წარმოდგენა გვეძლება რაოდენ ღრმა და მაღალია მათი ბუნება. რამდენად დიდი განჭვრეტის უნარი მიანიჭა ღმერთმა ანგელოზებს, რაგვარი სისწრაფი აქვთ მათ. ანგელოზები ღვთიურ ბრძანებათა აღმასრულებელნი არიან. მათთვისაც იყო შესაძლებლობა დაცემულიყვნენ. პირველი გამოცდა ვიდრე ადამ და ევა გამოიცდებოდნენ, ანგელოზებს ჰქონდათ, მაგრამ ჭეშმარიტებაში დარჩნენ და გამტკიცდნენ. იეროსთეოზი კი ეშმად გარდაისახა და სინათლის ანგელოზთა 1/3-იც აცთუნა რა დემონებად იქცნენ. ახლა სინათლის ანგელოზები ცეცხლოვანი სიყვარულით არიან ანთებული ღვთისა და მისი ქმნილების ადამიანისადმი. ღვთის ერთგულ არსებათა კაცთათვის უხილველი გულისხმის ყოფა და ნუგეში გადაატანინებდა მწარე წუთისოფელს ჩვენგან ხსენებულ გლახაკ ლაზარესაც, რომელსაც ადამიანები მდიდარი ძმები სულიერი ჭრილში თუ გადავიტანთ, ანა და კაიაფა, მწიგნობარნი, ფარისეველი და სადუკეველი უმოწყალოდ ექცეოდნენ. უსხეულო ზეციური ძალები კი ძალისაებრ ანუგეშებდნენ და ასაზრდოებდნენ მას. ალბათ მიაქციეთ ყურადღება იგავის თხრობას, უფალი გადმოგვცემს დიდრის ფუფუნებითა და განცხრობით ცხოვრებას. მაგრამ მოაწევს რა სიკვდილი მოკლედ იტყვის, მოკვდა და დაეფლა. რას გვასწავლის მაცხოვარი? განაუფროს დიდებულის უფრა არ გაიშლებოდა გარდაცვლილი მდიდრის აღაპზე, ვიდრე დღესასწაულებზე იშლებოდა მათთან, მაგრამ ღვთის წინაშე თითქოს მოძღვრის მაცხოვარი სრულად არაფერს ნიშნავს ყვავილის თაიგულები და გვირგვინები, ძვირფასი სასახლეები, გრანიტის საფლავები და დიდებული სუფრები. გაშლილი არა მოწყალებისათვის, არამედ თავმომწონეობის, პატივმოყვარეობისა და ამპარტავნებისათვის. ამგვარი ჭირი სუფრები ხშირად სიზმრეული ჩვენებით ნახულობენ რა თავიანთ მიცვალებულს, მშიერს, მწყურვალს, შიშველს, ცოდვილთა შორის გაოცებითა და ერთგვარი სიამაყით აცხადებენ ტაძრებში. ასეთი არაჩვეულებრივი სუფრა გავაწყვეთ, დიდებული საფლავი აღმართეთ და რატომ არის ასე დამცრობილი ჩვენი მიცვალებული იქ? იმის გამო ჩემოკეთილო, რომ ღვთის წინაშე ეს ყოველივე არაფერია. ხომ გახსოვთ ანდრია სალოსის ცხოვრებიდან, როდესაც იხილა მან სიკვდილი გლახაკისა და მდიდრისა. ვიდრე მდიდრულად დაფლავდნენ მდიდარს წმიწაში, ზეციურ ძალებს უბრძანა უფალმა იესო ქრისტემ, წამებით და ტანჯვით ამოეხადათ მისთვის სული, რამე თუ გაამწარა სული ჩემი ხორციელი ცხოვრების ჟამსო. ქრისტეს მიერ საყვარელო, ვიფიქროთ არა წარმოვალ დროებით წუთიერ სიამოვნებაზე, არამედ საუკუნო ცხოვრებასა და მარადიულ ნეტარებაზე. არასწორად უნდა გაიგებთ, თითქოს სიმდიდრე ბოროტება იყოს და ამის წინააღმდეგ ვილაშქრებდეთ. არა, საყვარელო, პატიოსანი გზით შეძენილი სიმდიდრე
დასაძრახი როდია, მაგრამ სიმდიდრეს ყოველთვის მოწყალება უნდა ახლდეს. რამე თუ მოწყალებაა ის დიდი სათნოება, დიდარს რომ არ მისცემს საშუალებას იყოს ზუნწი და ხარბი და როგორც ივანე ოქროპირი იტყვის მდიდრებზე, იტყვის მდიდრები იმაზე ადრე ვერ შევლენ სასუფეველში, ვიდრე გლახაკები არ შეიყვანენ მათ. და მდიდარმა ჯოჯოხეთ შინა აღიხილნა თვალნი თვისნი. იყო რა სატანჯველსა შინა და აიხილა აბრაამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. რა ლაკონურად გამოხატავს უფალი ყოველივეს და რა ღრმად განგვაცდევინებს იქაური ქვეყნის რეალობას. სატანჯველის რეალობას. ალბათ სიკვდილი მართლმორწმუნეთათვის როგორც წმინდანებთანაც ვკითხულობთ, იმდენად საზარელი არ უნდა იყოს, რამდენადაც ურწმუნოთათვის. რა წყუდიათ შეიმყოფებიან უნანელი ცოდვილები და ურწმუნონი აქაც და რა საშინელ წყუდიათში გადავლენ იქაც დაუსრულებელ ცხოვრებაში. აბა წარმოიდგინეთ, არ გწამდეს ღმერთი, არ გჯეროდეს სულის უკვდავებისა, რაღა დაგვრჩენია. პავლე მოციქულის არ იყოს, მაშინ მოდით ვჭამოთ და ვსვათ, ვიყოთ განძღომითა და განცხრომით. რამ თუ მოვა დღეს სიკვდილისა და აღარ ვიქნებით. მატერიის ხორცის განლევასა და სულის ამოსვლასთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. თვით სულიც კი ხორცნია მათთვის და ხორცნის სული. ალბათ გახსოვთ ერთ-ერთი იგავი მდიდრის შესახებ, რომელიც თავის სულს ეუბნება. სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვილი, მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. სული და ხორცნი მისთვის გაიგივებული იყო, მან არც კი უწყო და გონიერ ნაწილზე საკუთარი არსების, ანუ უკვდავ სულზე. აღიხილნა თვალნი არ ნიშნავს, რომ გვამი გაჰყვა იქ, ჯოჯოხეთში და თვალები აღიხილნა თვალნი არ ნიშნავს, რომ გვამი გაჰყვა იქ, ჯოჯოხეთში და თვალები გაახილა. ეს პასაჟი სულიერი აზრით უნდა მოვიკითხოთ. როდესაც იმ განცდებიდან შიშნეული თავდავიწყებიდან გამოვიდა, რასაც ადამიანურად სიკვდილი ეწოდება, აღმოაჩინა, რომ სულიერად იტანჯებოდა ჯოჯოხეთში. იცით, რომ საყოველთაო აღდგომის შემდეგ, ვინც მხოლოდ სულიერად მორალურად იტანჯებოდა, აღდგომის შემდეგ შეიმოსავს რა უკვდავ და უხრწნელ, მაგრამ ბნელ სხეულს, მის სულიერ ტანჯვას სულიერი სხეულის ტანჯვაც მიემატება. ესე იგი, მისი ტანჯვა სრული, დაუსრულებელი, ყოვლად უნუგეშო გახდება. კონკრეტულად რა იგულისხმება უნუგეშობაში, იგავიც განგვიმარტავს ცოტა მოგვიანებით. გამოვიდა რა შიშნეულობიდან, აღიქვა, რომ ჯოჯოხეთსა და საშინელ სატანჯველშია, რა უფრო აძლიერებდა მის ტანჯვას, ის რომ მან იხილა აბრაამის შორით და ლაზარე წიაღთა მისთა, თუ თქვენ გულისყურით წაიკითხავთ იგავს, ნახავთ, რომ მდიდარი ურწმუნო და ათეისტი არ იყო. პირიქით, ერთგვარი სარწმუნოება ჰქონდა, მაგრამ მისი რწმენა კეთილ საქმეთა უქონლობის გამო მკვდარი გახლდათ. მაშინ მისი ტკივილები უფრო მატულობდა იმის გამო, რომ მდიდარი აქ დედამიწაზე სრულიად განძარცული აღმოჩნდა იქ იმსოფლად და ვაი რომ არა ებადა რა, წყალიც კი ენატრებოდა. მეორეც, ლაზარე, რომელსაც სანეხვესა და ნაგავზე გადააგდებდნენ ხოლმე, ახლა აბრაამის წიაღში ნეტარებდა. ამან უფრო მძაფრად განაცდევინა რა უგუნური, უზრუნველი და უმოწყალო ცხოვრება განვლო მიწაზე ყოფნისას და მან ხმა ჰყო და თქვა, მამაო აბრაამ, თო აბრაამს ეუბნება, ხო? მამაო აბრაამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რათა დააწოს წვერვალი თითისა მისისა წყალს და განმიგრილოს ენა ჩემი, რამე თუ ვიტანჯები მე ალითა, ამით ცეცხლისათა. აი ეგ სხვათა შორის საინტერესო რა არის იცი მერე რომ აი ეგ მერე როდესაც გამარტებაშიც იქნება, რომ მათ შორის დიდი უფსკრულია. ანუ აბრაამი სიტყვაზე თუ არ მისცემს ამის უფლებას, რომ თითი დააწოს, ანუ ღმერთს ზოგადად ღმერთს არ უყვარს, აბრაამს არ უყვარს ის მდიდარი და იმას მეტ პრივილეგიებს ანიჭებს, მაგრამ მან თავისი ცხოვრებით რაც იცხოვრა, ის დაიმსახურა, ანუ მან თავისი თავი წარადგინა ამ სამყაროში ამ პარტავნებით და აი მე ვარ და ჩემი ნაბადიო და შესაბამის მდგომარეობაში გადაინაცვლა, რა მდგომარეობაში იყო მისი სული ამ ქვეყნად, უბრალოდ აქ რაც არ ჩანდა იქ გამოჩნდა რა, რომ თურმე ჯოჯოხეთურად უცხოვრია მას და ამ ყველაფერში არც აბრაამი და არც ღმერთი არ ერევა. ეს მისი მდგომარეობა და მისი არჩევანი ამ დიდრის რა. ამიტომ იცი რა, აი ეს განცდები სიტყვაზე ის ჩვენი ადამიანური განცდები, კაი ხო მოდი გაპატიებ და ერთ წვეთი კი არა ერთ ჭიქას მოგაწოდებს სიტყვაზე ლაზარე. ანუ გათიშული ასეთი ემოციები იმ ქვეყნად, ზოგადად იმ მდგომარეობაში, როდესაც შენ ამ მდგომარეობას მიაღწევ ადამიანი, ხვდებით? აბრაამი არასოდეს არ ეხილა მდიდარს თვალით. ახლა საინტერესო რაღაცები იქნება. აბრაამი არასოდეს არ ეხილა მდიდარს თვალით.
ხო, მასზე საუკუნეებით ადრე ცხოვრობდა. მაგრამ ჰქონდა ერთგვარი მადლი სარწმუნოებისა, რამაც აბრაამი შეაცნობინა. აბრაამს მამად ხადოდა, თუმცა მამად ხადოდა ისევე, როგორც მისი ცოცხალი სულიერი ძმები, ფარისევლები, წიგნობრები და სხვები, რომლებიც ქრისტეს წინაშე იმით იმართლებდნენ და იწოდებდნენ თავს, რომ მამად გვივის აბრაამიო. ქრისტე კი ეტყოდა, აბრაამის შვილები რომ იყოთ, მესიას ჯვარს კი არ აცვამდით, არამედ სასოებით მიიღებდითო. მასაც ასევე სწამდა აბრაამის და მისი ღმერთისა. ათეისტებიც არიან ორგვარი ტიპისა. ერთნი საერთოდ უარყოფენ ღმერთს, მეორენი აღიარებენ მის არსებობას, მაგრამ თაყვანს არ სცემენ. წინა ქადაგებაში მაგალითად ვახსენეთ, რომ ენგელსი და მარქსი ღმერთის არსებობას აღიარებდნენ, მაგრამ შეგნებულად და ჯიუტად, ამპარტავნებითა და დიდების მოყარებით შეპყრობილნი ებრძოდნენ მას, იყვნენ რა სატანისტები. რამდენად ცოფმორეული და უგუნური არარავა უნდა იყო, რომ ცისა ქვეყნის შემოქმედს ებრძოდა. მას აბრაამს მამად ხადოდა სარწმუნოების ერთგვარი მადლი, თუმცა თვალით არ ენახა. მან ვერ გაბედა თხოვნით მიემართა ლაზარესთვის, რომელიც უგუნურებელ ყოფილი და დამცირებული ყავდა მთელი თავისი მიწიერი ცხოვრებისას, როცა განცხრომაში ნეტარებდა. შენ კი არ დააწო მამაო აბრაამ თითის მწვერვალი წვერი წყალში, რათა ენა გამიგრილო. აქ ერთგვარი მოშიშებაც ჩანს აბრაამის წინაშე, არამედ ლაზარემ, რომელსაც მიწაზე ვიცნობდი, მან დააწოს თითის მწვერვალი. ნახეთ რა ითხოვა? არ უთქვამს ლაზარემ პეშვით მომიტანოს წყალი, მხოლოდ იოტისოდენა მომეცითო თქვენგან. ჯერ მოდით ვნახოთ რა არის ეს წყალი. წყალი მამათა განმარტებით ერთ-ერთი სულიერი სახეა სული წმინდისა. გახსოვთ ალბათ იესო ქრისტეს საუბარი იაკობის წყაროსთან, წყალს რომ დაალევინებს სამარიტელი დედაკაცი. შენ რომ იცოდე ვინ არის შენს წინაშე, შენ თვითონ ითხოვდი წყალს, გასმევდი და აღარ მოგწურდებოდაო. დედაკაცი ვერ მიხვდა, რომ მაცხოვარი სული წმინდაზე ეძრახებოდა. რა დიტანჯებიან და იგონებიან ცოდვინი ჯოჯოხეთში? კითხულობს ისააკ ასური. იმიტომ რომ უწყლოდ არიან, ანუ იოტისოდენა მადლი აღარ არის არც მათში, არც მათზე, ანუ სული ნუგეშინის მცემელი არ გააჩნიათ, რადგან სიყვარულის უმაღლეს კანონს უღალატესო. მადლს ნათლისღების საიდუმლოებაში ვიღებთ, მაგრამ ეგ როდი ნიშნავს, რომ უკვე გადავრჩით და ვცხონდით. ამ იგავისეულ ტალანტს, რომ უფალმა რომ მოგანიჭა, განკითხვის ჟამს მოგკითხავს, თუ გაამრავლე, თუ აქცი 1 ტალანტი 5 ტალანტად, 10 ტალანტად, ანუ თუ ანედლებდი შენს რწმენას კეთილი საქმეებით, რამ თუ რწმენა მკვდარია საქმის გარეშე. ბოროტმონას კი, რომელსაც გონია მისი დამსახურება ქრისტიანი რომ გახდა, მისი დამსახურება რომ ერთგვარი ნიჭიერება სულიერი ღირსება აქვს, ის 1 ტალანტიც წაერთმება, მიეცემა და მიემატება კი იმას, ვინც 1/5 და 10 აქცია. დიდარი ჯოჯოხეთის დაუცხრომელ ალში იტანჯება. გლახაკი კი აბრაამის წეხში ნეტარებს. აბრაამს ფარისევლები და სადუკეველები თითქმის ღმერთს უტოლებდნენ. უწინ ებრაელები მოსესაც აღმერთებდნენ. რატომ ჰქონდათ დავა მთავარანგელოს მოსესაც აღმერთებდნენ, ხო? რატომ ჰქონდათ დავა მთავარანგელოს მიქაელსა და სატანას მოსეს საფლავისათვის? სატანა სურდა ებრაელებს მოსეს საფლავის ცოდნოდათ. წინასწარმეტყველი მათი წინამძღოლის ჯულის მდებელი იყო, უამრავი სათნოებისა და სიკეთის მიმნიჭებელი და რა უნდა ყოფილიყო ცუდი თითქოს იმაში, რომ ებრაელებს სულიერი წინამძღოლის საფლავის ცოდნოდათ, მაგრამ არა, ღმერთმა იცის და მთავარანგელოზმა მიქაელმა, რომ ებრაელები მოსეს გააღმერთებდნენ, გააკერპებდნენ. ამიტომ არ დაუშვა ღმერთმა, ხოლო მთავარანგელოზმა მიქაელმა შეკრა სატანა, ღმერთმა დაგიშალოსო. ებრაელებმა დღემდე არ იციან სადაა მოსე წინასწარმეტყველის საფლავი. დიდარმა სიკვდილითა და შიშით თავდავიწყებულმა აღიხილნა თვალინ სატანჯველში ჯოჯოხეთში და რა იხილა, რომ დამცირებული და სანაგვეზე გადაგდებული ლაზარე ამჟამად აბრაამის წეხში ნეტარებს. ნახეთ როგორ მიმართა აბრაამს. მამაო აბრაამ, რა ჩანს ამ სიტყვებში? მეც ხომ შვილი ვარ, თითქოს ვერ ბედავს უთხრას, მეც ხომ შენი შვილი ვარ, მეც ხომ შენი შთამომავალი ვარ.
რა თქმა უნდა ხორციელად ისიც ა ブラ ამის შთამომავალი იყო, მაგრამ ასეთებს უთხრა, რაც ვილაპარაკე ზუსტად იგივე წერია. მაგრამ ამას ახლა პირველად ვკითხულობ მეც. ა ブラ ამის შთამომავალი იყო, მაგრამ ასეთებს უთხრა ქრისტემ, არა გიცნით თქვენ ვინანი ხართ. მე კი თესლით მოდგმით ხორცით ა ブラ ამის შთამომავალი ხარ. მაგრამ ა ブラ ამის არც სარწმუნოება გაქვს და არც კეთილი საქმეები, ასე რომ მხოლოდ ფორმულად ითვლები შვილად. ყოველივე ეს გაიაზრა მდიდარმა. უკითხავთ, აქვს თუ არა ადამიანს ჯოჯოხეთში აზროვნების უნარი, ცნობიერება? გულუბრყვილო კითხვებია. აი, ზოგადად ეს კითხვები არის გულუბრყვილო კითხვები. თუ ცნობიერება და შეგრძნობის უნარი არ გაქვს, მაშინ არც ჯოჯოხეთი ყოფილა შენთვის. უბედურება სწორედ ისაა, რომ გააზრებული გაქვს სადახარ, იცი რომ დამსახურებულად იტანჯები და გაქვს საშინელი უმძაფრესი შეგრძნება ტკივილებისა, რადგან იოტისოდენა მადლი არაა ჯოჯოხეთში, ანუ ნუგეში. განიცადა და გაიაზრა რა ყოველივე ითხოვა მდიდარმა, რადგან მეც შენი შთამომავალი ვარ, მამაო ა ブラ ამ. ამ საშინელ არსა და ცეცხლში ლაზარემ მცირეოდენი წყლით ენა გამიგრილოს. ენას შემთხვევით არ ახსენებს უფალი, განმარტავს რა შესაქმეში ადამიანის შექმნას იოანე ოქროპირი წერს, რომ ენა ღმერთმა მოგცა ცისა და ქვეყნის შემოქმედის, თვით ამ ენის შემქმნელის საქებრად და სადიდებლადო. ჩვენ კი ენამ დიდრის მსგავსად გამოვიყენეთ განსაკითხავად, საწყევლად, საგინებლად, შესარიცხად და ჩვენი ენა დაუსრულებლად სასმელ საჭმელს იწოვდა სასატკბილობითა და გემოთმეყარეობით აღძრული. ითხოვს რა მდიდარი ენა განმიგრილოს ბაგეებზე უმისვას წყალი თითის მწვერვალით. ოდნავ მცხოს წყალი, ნიშნავს იოტისოდენა მადლი გადმომცესო ლაზარემ. დედამიწაზე ლაზარეს ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი საჭმლის ნამცეცები. იმსოფლად კი მდიდარს ლაზარეს სულიერი ტრაპეზიდან ცოტაოდენი წყალი, ანუ იოტისოდენა მადლი და ნეტარება ნუგეში, რომელშიც ლაზარე იყო. ალბათ გახსოვთ იგავი, რას ვამსგავსო, ანუ ვის ვამსგავსო ცათა სასუფეველის საიდუმლოებასა და მის არსზე გვესაუბრება უფალი. ის გავს მდოგვის მართვას. კაცმა მოიღო ყანაში დათესა და მცირე მდოგვის მართვლიდან იმდენად დიდი ხე ამოვიდა, ფრინველებიც კი მოდიოდნენ და ჩრდილით გრილდებოდნენო. ადამიანი, რომელსაც თუნდაც მდოგვის მარცვლის ოდნავ რწმენა აქვს და რწმენიდან გამომდინარე საქმეები ჩალაზეც რომ აშენებდეს, მაინც გადარჩება. როგორც ამას წმინდა პავლე მოციქული იტყვის, მადმოსლი რომ გახდება ადამიანი, ძალუც თავის გარშემო ათასობით ადამიანი გადაარჩინოს. წმინდა სერაფიმ საროველი. კიდევ ამადაც შეგვაგონებს ღვთივდიდებული პავლე, აღივსეთ სულითა წმინდითა. ლაზარეს ჰქონდა მადლი, მაგრამ თუ რატომ არ მიენიჭა მის გამდიდარს, ამოვიკითხოთ სახარებიდან. რად ვითხოვ მე ენა განმიგრილოს, რამთ ვიტანჯები მე ალით ამით ცეცხლისათა. გულუბრყვილობა, იოტისოდენა წყლით ჩააქრო ვეება ხანძარი, მაგრამ სასოწარკვეთილი მდიდრისთვის ესეც ერთგვარი ნუგეშია და წარმოიდგინეთ, რამდენად ბევრს უნდა ნიშნავდეს, როცა ჩვენი მიცვალებულებისთვის ვლოცულობთ ქრისტეს წმინდა ეკლესიაში, რომელსაც ღმერთმა უდიდესი ძალაუფლება მიანიჭა შეკვრისა და გახსნისა. ახლახანს შეისვენა მამა გაბრიელმა, მოდი გულზე ხელი დავიდოთ, უფრო უკეთესი იქნება გონების თვალით გულში ჩავიხედოთ. რამდენად გულს მოდგინედ ვლოცულობთ და ვიხსენებთ მას ლოცვებში. ეკლესიის სწავლებით თქვენ იცით, რომ გუშინ მამა გაბრიელი საზვერებს გაივლიდა. დღეს ის 60-შეა და მხოლოდ მე-40 დღეს გადაწყდება, გამართლდება თუ არა იგი ღვთის წინაშე. რადგან თუ არსენი დიდი და სხვა წმინდა მამები ტიროდნენ სიკვდილის წინ, განა მამა გაბრიელი არ საჭიროებს ლოცვებს, ამიტომ წინასწარ ჩავიყვანოთ წარმოსახვით ჩვენი თავი ჯოჯოხეთში, რათა მეტად თანაუგრძნოთ მოყვას, როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, თანა ელმოდეთ თქვენს მოყვას და აღავლინეთ ლოცვები მათ საცხოვნებლადო. რამდენად ცდებიან, რამდენად ბევრს სიკეთეს აკლდებიან სამგზის საბრალო სექტანტები, მიცვალებულთათვის რომ უარყოფენ ლოცვას და მას მდიდარმა ნუგეში ითხოვა ა ブラ ამისგან ლაზარეს მიერ. ხოლო ა ブラ ამ რქვა მას, შვილო მოისენე, რამე თუ მიიღე მოისენე ხო არა წაკლია. შვილო მოისენე, რამე თუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწესე რა აქა ესე ნუგეშინის ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები. ნახეთ, მაინც ერთგვარი მოწყალება გამოიჩინა ა ブラ ამმა. მამა უწოდა
მდიდარმა შვილად ხადოდა აბრაამიც, მაგრამ მეორეს მხრივ ნახეთ როგორ შეღაღა და გაჭირებულმა მდიდარმა, მეც ხომ შვილი ვარ შენი. აბრაამაც უთხრა, დიახ, შენ შვილი ხარ, რადგან ჩემს მოდგმაში იშევ. აბრამი აბრაამად, მამად მრავალთა, მაქსია ღმერთმა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი შენი ცხონებისათვის, რაზეც გესაუბრებოდნენ მოსე, ილია და მრავალი სხვა წინასწარმეტყველი, რომელთაგანაც ზოგნი განტვინეთ, ანუ ტვინი გაასხმევინეთო, აი მაგას ნიშნავს. განტვინეთ, ქვით ჩაქოლეთ, ზოგს თავი მოკვეთეთ, ზოგს ტყავი გახადეთ, ზოგი ესაიასავით განხერხეთ. შვილო მოიხსენ რამ თუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა. ანუ შენ სიკეთე იმ ცხოვრებაში მიიღეო რა. ამით რა უთხრა, სიკეთეს შენ მხოლოდ განცხრომაში ხედავდი, ყოველივე ეს მიწიერ ცხოვრებაში შენ უკვე მიიღე. შენ ჩათვალე რომ ის რაც ღმერთმა მოგცა მხოლოდ შენი იყო. სახარების ერთ-ერთი კომენტატორი ამბობს, ერთი შეხედვით თითქოს ამ მდიდრის ცოდვა მხოლოდ ისაა, მდიდარ ოჯახში რო გაჩნდა, მდიდრების შთამომავალი რომ იყო, მამამ და 5 ვაჟიშვილმა დაივიწყა, რომ სიმდიდრე ღმერთის წყალობაა და ღმერთისგან ბოძებული ღმერთს არ დაუბრუნეს. ლაზარე არ განიკითხეს, მის მიმართ უმოწყალონი იყვნენ. შენ ჰომ მდიდარო სულიერი სიბრმავითო და თვითკმაყოფილებით შეპრობილმა ჩათვალე, რადგან განზრქა გული შენი, როგორც მამისა შენისა და ძმათა შენთა, რომ სიმდიდრე მართალია მემკვიდრეობით მიიღე, მაგრამ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. შენი მარადიულად შენი და შენი შთამომავლების კუთვნილება უნდა ყოფილიყო. იგი განაფსალმუნიდან არ მოგაგონდა, ვიხილე მდიდარი გავიარე და აღარ იყო. მას მოიგონე რომ შენ რაც სიკეთეთ გესახებოდა, ის სისავსით მიიღო ღმერთისგან და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. აც კი შენ იმას იღებ, რაც დაიმსახურე, ის კი თავისას, რადგან ვინც რას დასთეს მიწაზე, იმას მოიმკის ზეცაში. და აც ესე რა აქა ესე ნუგეშინის ცემულ არს. ლაზარე თავისას რას იღებს? ნუგეშინის ცემას. მოიგონეთ ლოცვა სულიწმინდისადმი, როცა მას მოვუხმობთ მეუფეო ზეცათაო ნუგეშინის მცემლო. ნუგეშინის მცემლობა სულის წმინდის დამახასიათებელია. ეს მისი ბუნებაა, იყოს ნუგეშინის მცემელი და მანეტარებელი ადამიანისა თუ ანგელოზისა, რადგან ანგელოზებიც ამ პირველი ნათლიდან სული წმინდისაგან აღმოივსებენ ნათელს საკუთარი ნეტარებისათვის. გლოცავ შენ მამაო, მიავლინე სახსა მამისა ჩემისასა. ხედავთ აქ მდიდარი მთლად უკეთური არ ჩანს, რადგან სატანჯველში მყოფი არ გაბოროტდა. აბრაამს თავისი ძმებისთვის ევედრება ძმებზე ზრუნავს. წმინდა ეკლესიის სწავლებით ჯოჯოხეთში მყოფ ქრისტიანებისათვის თუ ახლობლები და ეკლესია ილოცებენ, მოწყალებას გაიღებენ და ასე შემდეგ, შეიძლება მრავალმოწყალემ საჯულმა შეიწყალოს ისინი მეორედ მოსვლის ჟამს და ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადაიყვანოს. ეს დიდი სასოებაა ჩვენთვის და ჩვენი მიცვალებულებისათვის. მას მდიდარი შესთხოვს აბრაამს, მიავლინე ეგე სახსა მამისა ჩემისასა, რამ თუ მისხენ ხუთნი ძმანი, რათა აუწყოს მათ და არა მოვიდნენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. აი ზუსტად ამ კითხვას ემხმაურება ეს პასუხი რა. რქვა მას აბრაამ, ჰქონან მოსე და წინასწარმეტყველნი, მათი ისმინეთ. ესე იგი ლაზარეზე უფრო დიდი ხავთ დედამიწაზეო, მოსე და წინასწარმეტყველი, თუ მოსეს და წინასწარმეტყველებს უსმენენ, რომელიც ღვთისმორჩილებას გვასწავლიან, სარწმუნოებაში გვამდიდრებენ, სავსებით საკმარისია მათი გადარჩენისათვის. ხოლო მან თქვა, არა მამაო აბრაამ, არამედ უკეთუ ვინმე მკვდრეთით აღდგეს და მივიდეს მათა შეინანონ. ამით რაში ამხილა კიდევ აბრაამმა? კი, მათ ყავთ მოსე და წინასწარმეტყველი, სინაგოგაშიც დადიან, მაგრამ ხენა და სარგებელი არ ექნებათ, თუ ბრმად მისდიეს სარწმუნოებას. გარეგანი მსახურები კი არ უნდა ვიყოთ, არამედ შინაგანი ადამიანი უნდა ვსცეთ თაყვანი ღმერთს. როგორც სამარიტელ დედაკაცსაც განუმარტა იესუმ, როცა დაეკითხა სამარიტელი, ქორიბის მთაზეა უფრო მართებული ღვთის თაყვანისცემა, როგორც სამარიტელები ვიქთ, თუ იერუსალიმში, როგორც ებრაელები იქცევიანო, დადგება დრო და უკვე დადგაო.
დადგება დრო და უკვე დადგაო, უპასუხა მაცხოვარმა. როცა ღმერთი ადგილს კი არ მიანიჭებს უპირატესობასა და ყურადღებას, თუმცა სჯული ებრაელებისაგან მოგეცათ თქვენ, სამარიტელებს, არამედ სულში და ჭეშმარიტებაში თაყვანისმცემელთ. მოვედით უფლისა მიერ საყვარელნო, ვისმინოთ ხმა მაცხოვრისა, გულისხმობ ვყოთ იგავესე, ვაჩვენოთ სინანული ღმერთს, ნუ მივემსგავსებით უმოწყალო მდიდარს, არამედ ვითარცა ლაზარე, მსასუებელნი ვიყვნეთ მაცხოვრისა, რომელსა მხოლოსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა ազდა დაუკუნითი უკუნისამდე ამინ. აი ამ იგავის განმარტებაში სრულად ამოიწურა კითხვაზე პასუხი.